სანამ ნინო ვარდოსანიძე დაიწყებს ახალი ამბების მოყოლას, მეც მაქვს ერთი ნიუსი, ძალიან სამწუხარო ნიუსი ძვირფასო ტელემაყურებლებო. ახერმოძის ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი გადაიდო, თან ცუდი რამეა. მაგრამ არა უშავს გადავიტანთ როგორმე დანარჩენ ნიუსებს, სანამ ცხელი შუადღე, საინტერესო ცხელი შუადღე დაიწყება. ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობს. მოგესალმები ნინო. მოგესალმები შალვა და გაგაცნობთ პირველი საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. მერიის მაღალჩინოსნების დაკავებაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურმა. მერიის თანამშრომელთა დაკავების პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, ეჭვმიტანილების დაკავება კანონის სრული დაცვით მოხდა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. საერთოდ ზოგადად წესი ასეთია, ჯერ უნდა დააკითხო და მე თუ საჭიროა დააკავო. კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ეს პროცედურები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო და მის საგამოძიებო სამსახური, ისევე როგორც სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები არ დაუშვებენ იმას, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს გადაცდომა, არიან ეჭვმიტანილნი სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში, სახელმწიფო სახსრების უდიერად გამოყენებაში, მათ მიმართ თავისთავად ცხადია, რომ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა საქართველოში, ბატონი რასმუსენი, ისტორიული ვიზიტი იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოში, კანონის შეგულებაში ვერ გავაინტერეს. კანონი ყოველთვის იქნება კანონი. სააქციო საზოგადოება თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთისთვის გასამართლებული გია გვიჩიანის ადვოკატებმა ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ახალი გარემოება ნის მიმართ ვლინდება, სადაც აღწერილია თუ როგორ მოახდინა კეკვამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გაყალბება. ადვოკატების განმარტებით 310 მუხლის აქვე პუნქტის შესაბამისად განაჩენი უნდა გადაისინჯოს. მოცემულ შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებად გვევლინება განაჩენი დავით კეკუას მიმართ, სადაც ნათლადაა აღწერილი, რომ დავით კეკუამ მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გაყალბება. ხოლო 310 მუხლის აქვე პუნქტის შესაბამისად განაჩენი გადაისინჯება თუ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. მითითებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას მიმართ გამოტანილ განაჩენში მიჩნეულია როგორც მტკიცებულება. მე მოუწოდე პროკურატურას, რომ მათ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა რეალურად გაგრძელება იყოს მათი იმ განცხადებისა, რომელი განცხადებაც მათ რამოდენიმე თვის უკან გააკეთეს და გააცხადეს, რომ ეს ადამიანები არ არიან ლომინაძის მკვლელები და მე ასევე მოუწოდებ სასამართლოს, ეს სასამართლო, რომელმაც სასამართლომაც სახელმწიფოს შესწინა ორი უკანონო პატიმარი და სწორად გაიაზროს, სწორად ჩახედოს ჩვენს მიერ წარდგენილ ახალ გარემოებებს და მიიღოს კანონიერი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. იუსტიციის მინისტრი იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შეხვდა ბრიუსელის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში. თია წულუკიანმა, მისმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან გამართეს შეხვედრა. მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელოს იმ რეფორმების მიმდინარეობა გააცნეს, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახვეწის მიზნით საქართველო ახორციელებს. თია წულუკიანი, იოკა ბრან იუსტიციის სამინისტროს პროექტების არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის განრიდების და მედიაციის პროგრამების შესახებ ესაუბრა. მისივე თქმით, სამინისტრო არასრულწლოვანთათვის სპეციალიზირებულ კოდექსს შეიმუშავებს. იოკა ბრანდთან შეხვედრის მიზანი იყო გაგვეზიარებინა ის დიდი ცვლილებები, რაც გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს საქართველოში. კერძოდ ის, რომ ჩვენ დავიწყეთ იუნისეფთან და ევროკავშირთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მჭიდრო თანამშრომლობა, რომ გავაერთიანოთ საქართველოში არსებული სხვადასხვა საკანონმდებლო ტექსტი და შევქმნათ სრულიად ახალი ბავშვებისთვის, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
დევნილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად კარალეთის და წეროვანის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები დევნილების მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მოინახულა. დევნილთა სამინისტრომ ევროკავშირის დაფინანსებით აღნიშნულ დასახლებებში სპეციალური პროექტები განახორციელა, რომლის მიზანიც არის დევნილებისთვის თანადაფინანსების შეთავაზება, ფერმერულ საქმიანობასა და ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ინვესტიციების გაზრდისთვის. დღემდე სამინისტრომ 532 განაცხადი მიიღო, საიდანაც 344 უკვე დაფინანსდა. ეს არის ძალიან სწორი მიდგომა დევნილების საომავლო ყოფაზე და მათ მომავალ გარკვეულ კეთილდღეობის ზრუნვაზე. აი ამ პროექტების საფუძველზე გაეროს პროექტების საფუძველზე. აქ ჩასახლებული დევნილების გარკვეული დიდი ნაწილი უკვე უზრუნველყოფილი ცხოვრების წესით ცხოვრობს. იმიტომ რომ მათ უკვე სარწოს საბადებლის ზებნა აღარ უწევთ. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში დევნილთა დახმარებას. ეს გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილზე. ძირითადი პირობა არის, რომ თავად დევნილებმა შეძლონ დაფინანსების გაწევა პროექტისთვის. პროექტის ფარგლებში დევნილები 50%-დან 70%-მდე დახმარებას მიიღებენ. აი ამჟამად ვდგევართ იმ ადგილზე, რაცა ამათ დაფინანსებით გაკეთდა 50-50 ხეივანი. რასაც ახედავთ, აი ესეთი ხეივანი 50 კაც მაინც გაუკეთდა ამ დასახლებაში. ამასთან ერთად გაკეთდა ტრაქტორები უყიდეს, არანაკლები 1-80 კაცი მაინც იქნება, მინი ტრაქტორები, რაც ძალიან ადგებათ ხალხს. აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის მინისტერიალი მიმდინარეობს თბილისში სასტუმრო რედისონში. დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გახსნა ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები ესწრებიან. რამდენიმე სესია იგეგმება, საღამოს კი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება. დიდი სიამოვნებაა საქართველოში ყოფნა. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კულტურას. მივიჩნევთ, რომ საქართველო და ქვეყნები მის გარშემო ევროპის კულტურის ნაწილია. ასე რომ დღევანდელი მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის. გუშინ იყო შეხვედრები და საუბრები, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მინისტრები, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნიდან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, როგორც აქ არის პოლონეთის კულტურის მინისტრი, ლიტვის კულტურის მინისტრი და სხვები. დღეს იქნება მთავარი დღე, მთელი დღის განმავლობაში იქნება ჟაბა, ასი კამათიც კულტურის საკითხებზე. დღის ბოლოს, როდესაც უკვე ჩვენ მივიღებთ დეკლარაციას, ამ დეკლარაციაში იქნება შეჯამებული მთელი ეს ნაზრები, რომელზეც მიმოწერა უკვე ადრე მიმდინარეობდა. აღმოსავლური პარტნიორობის კულტურის მინისტერიალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. პირველად ჩატარდება საქართველოში, აი ამნაირი დონის შეხვედრა. აქ წარმოდგენილი არიან კულტურის მინისტრები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და არასამთავრობო სექტორის, ვინც აქტიურობს კულტურის სფეროში. მთავარი თემა არის, აი როგორ შეიძლება რომ კულტურა გახდეს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური განვითარებისათვის. დღის სხვა ახალი ამბებით 2 საათზე დავბრუნდებით, ახლა კი ცხელი შუა დღეა ჩვენს ეთერში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ძვირფასო ტელემაყურებელო, დიდი მადლობა ნინო, ჩვენ ძალიან საინტერესო ეს საათი და მომდენო საათის რა თქმა უნდა გველის. ჩვენთან სტუმრად მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ვასაცი. მოგესალმებით. მამუკა. ცხადია, რადგან უნდა ვილაპარაკოთ იმ დაკავებებზე, რომელიც განხორციელდა 4 პირის დაკავება მოხდა, მეტის არა, ხო? ჯერჯერობით. მოყვეთ ისტორია თუ რას ეხება ეს დაკავება, რა მოხდა, რას იძიებთ, მოგვიყევით მოკლედ. კი ბატონო. მიუსალმებით საზოგადოებას, მოგახსენებთ, რომ გამოძიება დაწყებულია საგამოძიებო სამსახურში 2013 წლის თებერვალში, გამოძიება პრაქტიკულად 5 თვეა მიმდინარეობს უკვე. გამოძიება ეხება თბილისის განვითარების ფონდის ფულადი სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. ეს ფონდი რატომ შეიქმნა? თბილისის განვითარების ფონდი შექმნილია 2010 წლის ივლისში. მისი მიზანია თბილისის ისტორიულ უბნებში, თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტების რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების მშენებლობა და თბილისში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. გაიგეთ. ანგარიშების შესწავლით, ფონდის ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ ფონდის ანგარიშებიდან ლიბერტი ბანკში გახსნილი კონკრეტული ანგარიშიდან, უფრო დეტალურად მოგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში ლიბერტი ბანკში გაიხსნა თბილისის განვითარების ფონდის ანგარიში. ხელმძღვანელმა გახსნა. რა თქმა უნდა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული იქნა თბილისის მერიიდან 60 მილიონი ლარი. 60 მილიონი გადარიცხული ნაწილ-ნაწილ თუ ერთბაში? ნაწილ-ნაწილ გადარიცხული იქნა 60 მილიონი ლარი. უკაცრავად, როცა მერია რიცხავს ფონდში,
რამე კონტრაქტი უნდა იყოს თუ შეუძლია ისე გადაიწყოს. მერია არის დამფუძნებელი ფონდის და როგორც სადამფუძნებლო შენატანი ან ფინანსური დახმარება. გასაგები. ანგარიშის გახსნის შემდეგ უკვე მიმდინარეობს ამ ანგარიშებიდან კონკრეტულად მერის განვითარების ფონდის დირექტორის ხელმძღვანელის წერილობითი დადასტურებით იხსნება კეთდება 719 პიროვნებაზე პლასტიკური ბარათი. 719 მოქალაქეზე. 719 მოქალაქეები გვარები და სახელები ცნობილია მათი. გვარები და სახელები ცნობილია, აღნიშნული მოქალაქეები იყვნენ თბილისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ცალკეული უბნების კოორდინატორები. ანუ 719-ვე იყვნენ პარტიული სტრუქტურის თანამშრომლები. არც ერთი არ იყო პარტიული სტრუქტურის გარეშე. არც ერთი პიროვნება არ არის პარტიული სტრუქტურის გარეშე. მუშაობდნენ ისინი აი ამ ფონდში, ანუ რახან სახელმწიფო ბარათები გაიხსნა. ესე იგი მათ ისინი სამსახურში აიყვანეს ამ ფონდში. ხო? ფორმალურად ესე ითვლება. თუმცა ფორმალურად ითვლება, რომ გაფორმებული იყვნენ, თუმცა მხოლოდ პლასტიკური ბარათები დამზადდა მათზე და შესაბამისად პირადი საქმეები არ არსებობს, ფონდიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, შესაბამისად კადრების სამსახურში არ არსებობს არც კონტრაქტები, არ არსებობს არც ამათი პირადი საქმეები, რომ ესენი მუშაობდნენ და ევალებოდათ კონკრეტული სამუშაოები. ფონდის მესვეურებს, თუნდაც კადრების სამსახურის უფროს რას ამბობს, იცნობს ამ ადამიანებს? კადრების სამსახურის წარმომადგენელთან დაკავშირებით წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ ამ პიროვნებების შესახებ. ვინ არიან ისინი? დიახ, უფრო დეტალურად გეტყვით, ფონდს აქვს საქართველოს ბანკში გახსნილი ანგარიში. საიდანაც ხდება რეალური მიზნები, რაც არის ფონდის იმ პროექტების დაფინანსება. დიახ, და ასევე იქედან იღებენ, ანუ საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათებით იღებენ ფონდის თანამშრომლები ხელფასს. რეალური თანამშრომლები ხელფასს. ამ ანგარიშზე, ამ პლასტიკურ ბარათებზე ფონდის დაბალი რანგის მესვეურებმა კონკრეტულად კადრების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი არ იცოდა. გასაგებია. ეს 719 ადამიანი თქვენ დაკითხეთ? 719 ადამიანიდან შერჩევით არის დაკითხული დაახლოებით 200-მდე პიროვნება და ეს იგივე ხალხია, ვინც დასუფთავების სამსახურში იყვნენ დასაქმებული ფაქტიურად. ის ცალკე საქმეა, მაგრამ ამ საქმეზე კითხეთ, რომ აი თქვენ ერთი და იგივე თანამდებობა აქვს, ყველა იყვნენ შენობების კვლევის სპეციალისტებად გაფორმებულები. გასაგებია. და როცა მათ კითხავდით თქვენ მათ ეკითხებოდით, რომ იცით, რომ არსებობს, იმიტომ რომ ბანკში ეს ყველაფერი არის აღრესრული, სახელი, გვარი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სახელი და გვარის და პირადი მონაცემების მქონე პირებმა არ იცოდნენ რომ მაგარიში იქიდან რაღაც ენთანხა მცირედი ალბათ ძალიან დიდი არა აიღეს და თურმე სხვა ანგარიშზე ერიცხებოდათ ათასობით ლარი. იქიდან აქვს სესხი აღებული, თუმცა სესხის აღების დროს არის წარდგენილი და თემას გასარკვევა მე რო ჩემ ბანკში მივიდე და უთხრა რომ სესხი ვიღებ, შეიძლება კედელსინდესმა ბანკირმა მითხრას რომ აგერ სხვა ანგარიშზეც პული გერიცხება და რატომ, მაგრამ თითოეულ სესხის საკითხს ცალკე იხილავენ და ეგ გასაგებია. კი ბატონო, მოკლედ თქვენ გინდათ მითხრათ რომ დამზადდა 719 ცალი ბარათი. აი როდის დამზადდა დაახლოებით? 719 ბარათი უკვე დამზადებულია ივლისიდან გაიხსნა ანგარიში და უკვე იწყება ეს ნოემბრიდან ხდება პლასტიკური ბარათების დამზადება და გაცემაც ხდება ნოემბრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში 2012 წლამდე. პერიოდულად 719-ს ერთდროულად არა, ხო? 719-ს ერთდროულად, რა თქმა უნდა, 719 ბარათი უფრო არსობრივად გიხსნით. 719 ბარათი დამზადდა, ეს 719 ბარათი რა თქმა უნდა, არც ერთ პირს ამ ბარათის რეალურ მფლობელს არ გადაეცა. უდულად უნდა ყოფილიყვნენ. არ გადაცემოდათ, ეს 719 ბარათი გადაეცა უკვე უბნის კოორდინატორებს, რომლებსაც, გადანაწილდა. ვის მიერ იქნა ბანკიდან გამოტენილი ბარათები და ვინ გადასცა უბნის კოორდინატორებს ეს ბარათები? დადგენილი გაქვთ ეგ? გამოძიებით დადგენილია უბნის კოორდინატორებს ბარათები გადასცა უკვე ამ შემთხვევაში თბილისის განვითარების ფონდის
ხელმძღვანელმა პირებმა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ბარათების დამზადებაში, გადასცა კონვერტები დალუქული სახით, სადაც იყო ბარათი მოთავსებული და ასევე ამ ბარათით სარგებლობისას გამოსაყენებელი პინ-კოდი. ეს როგორც ბარათები, დიახ. უბნის კოორდინატორებს დაურიგდათ რიგს 22 ცალი რიგს 50 ცალი. ეს უბნის კოორდინატორები უკაცრავად ადასტურებენ რომ ეს ბარათები 22 ცალი და რიგ შემთხვევაში სხვა გამოსავალი ამ პლასტიკური ბარათებიდან თანხების განაღდება ხდება ბანკომატების მეშვეობით. აი ამაზეც მინდა გკითხოთ. მოკლედ თქვენ დაადგინეთ რომ ეს 719 ბარათი წავიდა კოორდინატორებთან და ერთ კოორდინატორთან ამოხდა 20 ცალი, სხვაგან ასე შემდეგ ეს დადგენილი გაქვთ. შემდეგ ამ ბარათებზე სისტემატურად ხელფასის სახით ირიცხება ფული. ყოველთვიურად. კი ბატონო. იქ ბანკში ოფიციალურად მონაცემები ხო ამოიღეთ? ალბათ ნახეთ რომ აი ლიბერტი ბანკში აი ამ ბარათიდან ამ დროს და ამ დროს ამ პიროვნებამ რომელსაც ეკუთვნის ეს ბარათი გაანაღდა ფული. წახვედით, აიღეთ კანონის ძალით სასამართლოთი ჩანაწერი და რა ნახეთ იმ ჩანაწერებში? ჩანაწერში აღმოჩნდა სულ სხვა პიროვნებები. ვიდეო ჩანაწერი. რა თქმა უნდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულია ყველა თითოეული ტრანზაქციიდან გამომდინარე პლასტიკურ ბარათზე თანხის დარიცხვის შემდგომ პლასტიკური ბარათებიდან რომელი ბანკომატიდან მოხდა განაღდება თანხების. აი მაგალითად მოქალაქე ვინმე ჯამჭურჭელაშვილს რომელიც იყო გაფორმებული ჩაერიცხა 1500 ლარი და ხედავთ იქ ბანკის ამონაწერიდან რომ მოქალაქე ჯამჭურჭელაშვილმა გაიტანა რომელიღაც ტერიტორიაზე ლიბერტი ბანკის ბანკომატიდან ეს თანხა რომელიღაც რიცხვში მიდიხართ სასამართლოში იღებთ ნებართვას მოსამართლის და ლიბერტი ბანკს თხოვთ რომ აი ამ დროს აი ამ დაფიქსირებულ დროს ვინ გაიტანა ფული იმის ჩანაწერი მომეცითო გაძლევთ ჩანაწერს უყურებთ ჩანაწერს და მოქალაქე ჯამჭურშელაშვილს კი არ გამოაქვს არამედ გამოაქვს ვინმე ხელმძღვანელს დაახლოებით რამდენი პირი იყო ეს დაახლოებით 30-მდე პირს გამოაქვს თანხები 719 ბარათი 719 ბარათიდან დაახლოებით 30-მდე პირს გამოაქვს კი ბატონო და ეს რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ეგ ხდებოდა 8 თვის განმავლობაში 2012 წლის ივლისი და 2012 წლის ნოემბრიდან ივლისის ჩათვლით. ანუ ამდენი ხნის განმავლობაში 30-მა მოქალაქემ 30-მა ადამიანმა 719 ბარათიდან გაიტანა რამდენი ფული? 719 ბარათიდან გატანილია 13 მილიონი ლარი. 13 მილიონი ლარი. ამ 30-ვეზე თქვენ გაქვთ ჩანაწერები და ეს 30-ვე პირი ჩანს ჩანაწერში როგორ გამოაქვს ამ 30 პირს რამოდენიმე ბარათით ფული და ეს ამონაწერებიც გაქვთ. ამონაწერებიც გვაქვს ვიდეო ჩანაწერები დაახლოებით 500-ზე მეტი ბანკომატის ვიდეო ჩანაწერი გვაქვს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდენილია. ამ 500-ზე მეტი ისე მე არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ თითქოს 13 მილიონი ერთდროულად თქვა ან 13 ან თქვა თუნდაც 30 კაცმა ერთ დღეს გაიტანა. ეს ხდებოდა 8 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ამ 719 პიროვნებაზე ირიცხებოდა ხელფასის სახით 1200-დან 7000 ლარამდე თითოეულ პირზე. ამ ბარათებით სარგებლობდნენ სხვა პირები, რომელსაც ერთ პირს შეეძლო ესარგებლა n რაოდენობის ბარათით ერთ ბანკომატში, სანამ ბანკომატში თანხა სრულად არ მოიწურებოდა. ამის შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად მიდიოდა კონკრეტული პირი 30 პირიდან სიტყვაზე ერთ-ერთი, თქვა მამუკა ვასაძე მიდიოდა, იღებდა ამ პლასტიკური ბარათით კონკრეტული ბანკომატიდან თანხას ერთი პლასტიკური ბარათით, მე სარგებლობდა მეორე პლასტიკური ბარათით, მესამე პლასტიკური ბარათით და ასე შემდეგ. შეეძლო რომ გამოიტანა 20-დან. ის თანხა რაც მათ ხელბაზზე ჩაერიცხათ. 1000, 2000 3000 და ისჩვენენ. სხვა ადამიანების პლასტიკური ბარათიდან მოქალაქეები, პირები ფულს გაქვთ საბანკო ამონაწერები, გაქვთ ჩარიცხვის დოკუმენტები, ფონდის ბუღალტერია რიცხავდა ამ ყველაფერს. მერეიდან ირიცხებოდა თანხები ფონდში და ფონდიდან რიცხავდა ხელფასს. ხელმძღვანელის განკარგულებით ხდებოდა სახელფასო ანგარიშზე გადატანა. პლასტიკურ ბარათს. ხო, გასაგებია. ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია. ალბათ სასამართლო ამ მტკიცებულებების მნიშვნელობას შეაფასებს და ნახავთ რას დაკითხული ყავთ ის შერჩევით ალბათ 200 ადამიანი, რომელიც იძახის რომ მე არანაირი შეხება არ მქონია ამ ფონდთან და პლასტიკური ბარათი თვალითაც არ მინახავსო, აი ესეთ ჩვენებას იძლევიან. უფრო მეცაც გეტყვით ბუღალტრული აღრიცხვა ამ 719 პირზე ბუღალტრული აღრიცხვაც არ წარმოებდა და შესაბამისად ბუღალტერმაც არ იცოდა დასაქმებული რომ ყავდა 719 ადამიანი.
ამის შესახებ ბუღალტერიაც არ იყო ინფორმირებული. ეს ხდებოდა ფონდის რეალური ბუღალტერიისაგან, რეალური საქმიანობისაგან. და სხვა ბუღალტერი ყავდა? სხვა ბუღალტერი არ ყავდა, ამას ბუღალტერი არ ჭირდებოდა. დამზადა პლასტიკური ბარათები, ხელმძღვანელის გადარიცხავს ხო დირექტორის განკარგულება ჭირდება? რა თქმა უნდა, დირექტორი გადარიცხავს მარტივად. მივა ბანკში და გადარიცხავს. კი ბატონო. ამ ანგარის ბუღალტერია საერთოდ არც აკონტროლებდა ალბათ, ხო? ბუღალტერია არც აკონტროლებდა. არა, გასაგებია რომ ამ თანხიდან მე საშემოსავლო იხდებოდა და რაღაცა არა, დეკლარირებული არ არის ეს თანხები. როგორ რას ნიშნავს? ანუ ეს იმას საშემოსავლო არ არის გადახდილი? საშემოსავლოში არ ჩანს ეს თანხები. ანუ ხელფასად რო გადარიცხა, არ ჩანს. საშემოსავლო არ გაუშვა? არ გაუშვა. ანუ ესეც არისოდა ბუღალტერია ვერც გაუშვებდა ფიზიკურად. ანუ დირექტორი მივიდა და უთხრა რომ გადარიცხე ამ ანგარიშზე და საშემოსავლო. დირექტორს თვითონაც შეეძლო გადარიცხვა. რა თქმა უნდა, ვიცი, დირექტორს შეუძლია ბანკში მივიდეს და გადარიცხოს. ანუ მარტივად რო აქვს საზოგადოებისთვისაც გასაგები რო იყოს. არსებობს ფონდი, შავი ანგარიში იყო, ხო? შავს ვერ დავარქმევ, ლეგალური ანგარიშია, თუმცა თანხები მოძრაობდა შავი მიმართულებით. არა, მე რამიდან ციგითხრათ ბუღალტერიაში მეტნაკლებად გარკვეული ადამიანმა იცის რომ როცა ხელფასზე ურიცხავ ადამიანს ფულს, იმის 20% უნდა გადარიცხო ეგრევე საშემოსავლო. არ ირიცხებოდა ეს? არ ირიცხებოდა, უფრო მეტსაც გეტყვით. უფრო საზოგადოებისათვის გასაგები რო იყოს. არსებობს ფონდი, რომელიც არის მერიის დაფუძნებული, ფონდს აქვს კონკრეტული თავისი საქმიანობა, რაც უკვე ვახსენე. ამ საქმიანობისთვის ფონდს გახსნილი აქვს სხვადასხვა ანგარიში, მათ შორის გახსნილი აქვს საქართველოს ბანკის ანგარიში, საიდანაც ირიცხება კონკრეტული პროექტების რეაბილიტაციაზე, სამშენებლო თემებზე, საიდანაც ირიცხება ფონდის თანამშრომლების ხელფასები. ამის გარდა, ფონდმა 2011 წლის ივლისში უკვე შექმნა ლიბერტი ბანკში ანგარიში, სადაც ირიცხება ასევე მერიიდან თანხები 60 მილიონი ლარი. კი ბატონო. ეს თანხები ამ 60 მილიონიდან 10 მილიონი დაახლოებით 10 მილიონამდე ლარი გადატანილია საქართველოს ბანკის ანგარიშზე, რეალურ საქმიანობა რაც საიდანაც მიმდინარეობს. დანარჩენი 50 მილიონი ლარი არის სამ ფაქტად, ანუ სამ კაზუსად ჩაშლილი. ერთ ფაქტზე მოვჭიდე, ახლა მეორე ფაქტზე გადავიდე. მეორე ფაქტს რაც შეეხება ამავე ანგარიშიდან ხელმძღვანელის იურიდიულად ამონაწერების მიხედვით რაც ჩანს. დიახ. ხელმძღვანელის საბანაძის მიერ ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი ხელმძღვანელის ფონდის რამოდენიმე ეტაპად, მათ შორის 10 მილიონი, 6 მილიონი, 5 მილიონი ერთჯერადი ოპერაციებით და არა ეს ბანკომატს და ასე შემდეგ არ ეხება. საქმე ანგარიშო სხვადასხვა მიზნებისათვის. იქ ხო ბანკში უნდა მიუთითო რა მიზნებისთვის. დიახ, ანუ მითითებული არის აი რა არის მითითებული ბანკში? ფულის გატანაზეა, დეპოზიტარი მაყურებელ ლაპარაკი ქეშის გატანაზე. ანუ მე ანგარიშზე მაგ ქეში და ანგარიშიდან გამომაქვს ეს ქეში და ოღონდ ბანკი თხოვს რომ მითითებული იყოს მიზანი, დანიშნულება. აი, რიგ შემთხვევაში 10 მილიონიანზე მითითებულია სხვადასხვა გაცემა გიორგი საბანაძეს ჩეკის საშუალებით. თვითონ არის ხელმძღვანელი გააქვს. მითითებულია ასევე სხვადასხვა მითითებული ანგარიშიდან სხვადასხვა ხარჯებისათვის და ასე შემდეგ. ამის ხარჯვის დოკუმენტაცია სხვადასხვა ხარჯებისთვის. და ეს მე ბუღალტერიაში არც ბალანსში არ არის ასახული, არც დეკლარაციაში არ არის ასახული, არც სადაც ჩანს. უფრო მეც გეტყვით. აღნიშნული თანხები. ეგ როდის ხდება უკაცრავად? ეგ ხდება 2012 წლის აპრილი, ბოდიში, 2012 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო, გატანა, ხო? სექტემბერი. ხო, მაგრამ გაწერილიც არ არის, ანუ აი დეკლარაციაში არ მოხდა, ბრუნვაში არ მოხდა, დოკუმენტაციაში არ მოხდა. ერთ მოხდებოდა უფრო დეტალურად აგიხსნით. მიდის გიორგი საბანაძე მერიის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად, ესეც დადგენილია, შედიან დაცულ ოთახში, რა თქმა უნდა, ბანკში შედიან. ბანკიდან 10 მილიონი ლარი მზადდება საბანაძის მიერ გასატანად. მერიის კონკრეტულ ჩინოვნიკთან, ამ შემთხვევაში დავით ალავიძესთან ერთად ჩადიან მერიის დაცულ სარდაფში, სადაც ტომრებში ტვირთავენ ფულს. ტომრებით გადაეცემა, ტომრებით ნუ ამას დეტალიზაციას არ ბანკი ადასტურებს ამას. რა თქმა უნდა, თანხას აძლევენ ხელზე. ბანკი ადასტურებს რომ ესენი დიახ, ბანკი ადასტურებს და სხვა ამტკიცებულებითაც არის ადასტურება. გასაგებია. მიდიან დავით ალავიძის სატრანსპორტო საშუალებით, შედიან სარდაფში, დაცული სარდაფია, იქ ტვირთავენ ამ კეშს 10 მილიონი ლარს. ეს 10 მილიონი ერთი ოპერაცია. სულ 34 მილიონია ანალოგიურად. გადასახადების დამალვაზე და ასე შემდეგ რატო არ εδავე? გამოძიება გრძელდება 5 თვე მიმდინარეობს და თქვენ ხედავთ რომ რამოდენიმე ასეული პირია დაკითხული და მიმდინარეობს გამოძიება არ დასრულებულა და საბოლოო შედეგამდე რამდენი აქვს ესე იგი ქეშად გატანილი? 34 მილიონი. 34 მილიონი ლარი ქეშად არის გატანილი. სხვადასხვა ხარჯებიო წერია და დეკლარაციაში, რომელიც ეხლა უნდა შეევსოთ და ფინანსურ დეკლარაციაში და ბრუნვაში და საბუთებში და არ არის გატარებული საერთოდ. ამ თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია არ არსებობს. რა თქმა უნდა.
თეთრზეც არ არსებობს. არ არსებობს ამ თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია. საწავი და რაში გაიხარჯა კონკრეტულად რომელ პროექტს ბუღალტერი ასაკობს ფონდის არ ვიცი ეს თანხებია, ხო? ეხლა მრავალი ჩვენებაა, რომელზეც ამ ეტაპზე თავ შევიკავებ კონკრეტული განმარტებები რა კეთდება. მესამე ეპიზოდი მოკლედ. მესამე ეპიზოდი გვაქვს 2012 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში 7 გადარიცხვა განხორციელებული, სულ 700.000 ლარამდეა თანხა. თანხები გადარიცხულია შეპესე City Events-ზე და შეპესე Party House-ზე. დაკითხეთ ამ შეპესების. დაკითხულია, მრავალი პირია დაკითხული და რა სამოწმოს მენეჯერები, რატომ მოგცაო ფული? თანხა გადარიცხულია კონკრეტული პარტიული შეხვედრების ორგანიზების დროს ფურშეტების მოწყობის. ანუ ფონდთან ამ ფურშეტებს არანაირი კავშირი არ აქვს. ნაცმოძრაობის წევრებისთვის არის არ არის გამიზნული ხარჯი, ეს არის ფონდს აქვს თავისი მიზნები, ფონდს აქვს თავისი მიმართულება, ფონდის მიზანი არ არის რომელი პოლიტიკური ძალის ფურშეტის მოწყობა. რა თქმა უნდა, არ არის არც ფურშეტის მოწყობა, არ არის არც ამ შემთხვევაში პლასტიკური ბარათების დამზადების სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, ფონდს აქვს თავისი საქმიანობა, უნდა წარმოქმნას რეაბილიტაცია ქალაქის. მხოლოდ ამ და როგორ მოემსახურა ნაცმოძრაობის ფურშეტი ქალაქის რეაბილიტაციას, ამას დაადგენს გამოძიება. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბატონი მამუკოვასაძე, იგი გახლავთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და ჩვენ ერთ რამეს ვიტყვი, საუბარია იმაზე, რომ თქვენი სამსახურის წევრებმა აყვანისას დაარღვიეთ დაკავებულთა უფლებები. მეც ვიტყვი, თუ ეს მოხდა, მე ვთხოვ პროკურატურას, რომ გამოიძიოს ეს ყოველივე და თუ დამნაშავეები იქნა დასაჯონისინი, მე მგონი თქვენსთან ახმახართ თანამშრომლობისთვის და გახსნილი ხართ ამ კუთხით. მაგ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოკლეს გავაკეთებ ძალიან, რომ არანაირი კანონი არ დარღვეულა შესაბამისად. გუშინდელი ფაქტი შესაძლოა გამომდინარეობდეს იქედან, რომ გუშინ დაკითხული პირებს წარედგინათ კონკრეტული ვიდეო ჩანაწერები ბანკომატებიდან ამოღებული, რამაც ნათელი გახადა, დიახ, რაზეც უკვე ვისაუბრე, რამაც ნათელი გახადა, რომ ჩვენ კონკრეტულ კვალზე გასული ვიყავით, კონკრეტული მტკიცებულებები იკრიბებოდა ამ მიმართულებით და ფაქტობრივად გამოძიებამ თვალნათელი გახადა ის ფაქტები, რაც ჩადენილი ჰქონდათ კონკრეტულ პირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რაღაც სხვა ელფერი შესწინეს, მე ესე ვიტყოდ, ჩემი აზრით ელფერი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. პროკურატურას შეტანილია საჩივარი და პროკურატურა ალბათ გაარკვევს ყველაფერს როგორც არის. მე ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდება. დიდი მადლობა. ჩვენ შესვენების შემდეგ ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება. ჩვენი განაცემის სტუმარია ყოფილი კუდელი თემურ კენკებაშვილი. მოგესალმებით თემურ. რამდენი წლის განდებით თქვენ? 18 წლის. როდის აგიყვანეს სამსახურში? 2010 წელს 15 წლის ასაკში. 15 წლის ასაკში როგორ შეიძლება და მიღება კუდში? ანუ კანონით ხო დარეგულირებულია ეს თუ როგორ გააკეთეს? კი, პრინციპში დარეგულირებულია კანონით, რომ 18 წლამდე არ შეიძლება, მაგრამ ოპერატიული საქმე. და რატომ იღეს 15 წლის ბავშვი შეიძლება ითქვას სამსახურში? იყო რაღაც თემები, რომლებზეც კარგად მიმწვდებოდა ხელი, მაგალითად არის ქვემო ქართლის საკითხები, იქ რაღაცა 15 წლის ასაკში? კი. ისე 13 წლის ასაკიდან სხვა შორის სამეცნიერო საქმიანობაში ვიყავი ჩართული, წიგნებს წერდი, 14 წიგნის ავტორი ვარ. რაში ასაკ? მე როგორ გაგაფუჭეს კუდში, როგორ გაგიყვანეს? ამათი დედავატირი რა. კარგი, კუდში, რომანტიკული რაღაცეებიც გინდოდა ალბათ, ხო? ანუ კუდი შენობით რო გელაპარაკო მოსულა, მე მგონი ორჯერ შენზე დივარ მეჯერ კიდე. კარგი, რა უფლება მოვალეობები ჰქონდა კუდში? ჩვეულებრივ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება, ეს იყო ცნობების შეგროვება. ქვემო ქართლის რეგიონით თუ ქვემო ქართლის რეგიონზე მუშაობდით, მაგრამ მნიშვნელობა არის. მათ შორის თვალთვალით? თვალთვალი ძირითადად ტექნიკური სახის ღონისძიებაა და შემოვალეობაში ნაკლებად შედიოდა. უფრო დაწვრილებით რო ვილაპარაკოთ შემოვალეობებზე, ანუ რა არის ეს? მაგალითად ეს არის კონკრეტული ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ამ დანაშაულის გასახსნელად ცნობების შეგროვება, ამა თუ იმ პირზე და ასე შემდეგ. ამ ჩვეულებრივი ოპერატიული ღონისძიებების გატარება, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის გახსნას, დანაშაულის დაგეგმვაც მათ შორის, დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება? დაგეგმვაში ის დანაშაულის გახსნის ოპერაციის დაგეგმვები მაგალითად ან თვალთვალის დაგეგმვა ან ასე შემდეგ. არა, ეს იყო, ანუ მოდიოდა ხელმძღვანელობისგან დავალება და სრულდებოდა. შოთა უტიაშვილს უყურეთ ჩემთან გადაცემაში? არ მეყურებია. შოთა უტიაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულად კუდი ქვედანაყოფი ახორციელდა ფარულ თვალთვალს და მერაბიშვილმა ამის შესახებ არ
არ იცოდა, არავინ არ იცოდა, აი კუდი იყო ეგეთი მარტო, რომელიც ამას აკეთებდაო. რა კომენტარი შეგიძლია გააკეთო? ფარულ თვალთვალზეა ლაპარაკი. ფარულ თვალთვალზეა ლაპარაკი, ანუ იგივე ფარული ვიდეო, აუდიო ჩაწერა გადახება. ერთი ასეთი რაღაცა, კარგი, დავუშვით ვანომერებიშვილმა არაფერი იცოდა ამის შესახებ, აბა ვიღამ იცოდა. დამერწმუნეთ რა არც ერთ ოპერატიულ ტექნიკურ მუშაკს ეგრეთ წოდებულ ოტოშნიკს არ ეხალისებოდა დაუშვათ ვიღაცის საძინებლებში ძრომიალი და ვიღაცის ჩაწერა და ეს ყველაფერი მოდიოდა ზევიდან დავალება. შენ რა იცი რო? აქ რომ იყოს ერთი ჩანაწერი, ორი ჩანაწერი, აქ საუბარია ათასობით განხორციელებულ ასეთ შენ თვითონ რა შეხება გქონდა ამ ჩანაწერების გაკეთებასთან? ჩანაწერების გაკეთებასთან მე არნაირი შეხება. იცოდი რომ ჩანაწერები გკეთდებოდა? ნამდვილად ვიცოდი. საიდან იცოდი? გეხებოდა თუ არ მეხებოდა თანამშრომლები ახლა ვიღაც რო ელაპარაკები თავისთავად ცხადია. და რაზე საუბრობენ რომ ეს ჩავწერე პირებს ასახელებდნენ კონკრეტულად. კი, ასახელებდნენ კონკრეტულად. ანუ ისინი ერთმანეთში არ იცავდნენ კონფიდენციალურობას? უნდა დაცულიყო წესით, მაგრამ ახლა როდესაც დაუშვათ ან რესტორანში მიდიოდი, ერთად სავახშმოთან რაღაც მსგავსი თავისთავად ცხადია. ანუ შენ გესმოდა კონკრეტული პირებისგან რომ ეს პირი ჩავწერე, ხო? შენ იცი რომ შენ წარმოადგენ ამ პირების გამკეთებელთა საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებისთვის ძალიან კარგ მოწმეს. ეხლა რატო იცი? ეხლა შენ ამას ეთერში რო იძახი რომ ვიღაცა გიყვებოდა რომ ეს ჩავწერე, ის ჩავწერეო, ეხლა დაგიბარებენ მოწმეთ და გეტყვიან რომ აბა ვინ გითხრა, რა გითხრა, უპასუხებ ამას. თავისთავად ცხადია. ანუ პირდაპირ გეტყვი და ითანამშრომლებ გამოძიებასთან და ვინც ამას აკეთებდა, იმათ არ მიდეს ჟარგონი ვიხმარო, მაგრამ ნუ კაი, იტყვი ყველაფერს. იტყვი ყველაფერს. კი, ნუ ეს პირველი საქმე არც იქნება, რაზეც მე ვითანამშრომლებ, ბევრ რაღაცზე ვითანამშრომლებ ბოლო პერიოდში. და რატო? ამდენად. არა, მე ვფიქრობ, ასე ვთქვათ, ვალია ჩვენი ყველასი თუ ვინმე ვიცით, აი იმ პერიოდში მოხდა დანაშაულების შესახებ, ყველამ უნდა ვთქვათ ის, რაც ჩვენ ვიცით. ალბათ ანუ შენ შეგვიძლია დაასახელო კონკრეტული პირები, რომლებსაც შენთვის უთქვამთ, რომ კონკრეტულ ცნობილ ადამიანს მოусმინე და ეს ფაქტი ნახე როგორ ჩაიდინათ, ხო? შეგვიძლია დაასახელო? რამდენი ვინ იყვნენ? ახლა აქ არ დაასახელო, მაგრამ რამდენი იყვნენ ესეთები და რა თანამდებობის პირები? მე მინახავს თანამდებობის პირები კი მეტაკლებად დავუშვათ ეს იყო განყოფილების უფროსის ან სამართლოს უფროსის დონეზე. მაგრამ არა ნამდვილად და ახლა მე რაც მაქვს ნანახი მაგალითად ორი ჩანაწერი მაქვს ნანახი. განახეს შენ ჩანაწერი? ანუ მათ ხო არ ქონდათ ამის უფლება? პრინციპში არ ქონდათ. მათ გადაღების უფლებაც არ ქონდათ. გავიგე, ან შენ განახეს უკანონოდ გადაღებული ორი ჩანაწერი. კი. ეხლა მე კი ამას კი არ ვთქო რა არის, ვინ არის გამოსახული ამ ჩანაწერს, მაგრამ რა არის გადაღებული ის მოკლედ. ეს არის პირადი ცხოვრების სამსახურელი, რომელიც არ არის დანაშაულთან არანაირ კავშირში. დანაშაულთან არანაირ კავშირში. და რას ამბობენ ისინი, აი ეს პირადი ცხოვრების სამსახურელი რატო გადავიღეთო, დაგვავალისო, რომ კომპრომეტირება მოვახდინოთ. ზევიდან ეს იყო დავალება ჩვეულებრივი, ეს იყო მთელ დეპარტამენტზე ნაწილდებოდა ეს დავალება. ყველას აბსოლუტურად ვინმეს თუ საზოგადოებრივად აქტიურ ფიგურაზე, ან დაუშვათ ოპოზიციის წარმომადგენელზე, ანუ ვინც ჟურნალისტზე მათ შორის ჟურნალისტებს თუ ვინმეს ალბათ თუ ვინმეს რაიმე ხელში ჩაუვარდებოდა ნებისმიერი მაკომპრომიტირებელი მასალა ეს იყო ძალიან ისეთი ანუ დავალება იყო რომ ყველას შენ პირადად მოგცეს ეგეთი დავალება? არა მე ესეთი საქმე არ მეხებოდა ნაკლები. ანუ შენთვის პირადად არავის არ უთქვამს რომ უკანონო ქმედება განახორციელე პოლიტიკური ოპონენტის ან ჟურნალისტის ან საზოგადო ცნობილი ადამიანის. მე როდესაც ეს მითხრეს ეს იყო აგვისტოს თვეში გასული წლის როდესაც რამდენიმე პირის დაკავებაზე იყო საუბარი მათ წინააღმდეგ უნდა შეგროვებული იყო კომპრომატები. ვინ ეს პირები? ეს იყვნენ კონკრეტული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაუშვათ ოცნების, მაშინ ავდექი და წამოვედი ქვემო ქართლში. ანუ შენ გითხრეს რომ ჩვენ უნდა დავაკავოთ ეს პირები და მოგთხოვეს დანაშაულის შეთითქმაში მონაწილეობის მიღება, ხო? მონაწილეობის მიღება და ეს პირები იყვნენ ჩემი მეგობრები, რაც თავარი იქ ყველას კარგად. ანუ შენ წამოხვედი მანამდე, ხო? კი, მე წამოვედი არჩევნებამდე. აი ახლა რო წამოხვედი და უარი თქვი, შენ შავსიაში არ ჩაგწერეს და შენს წინააღმდეგ არ დაიწყეს რაღაც ქმედებების განხორციელება. მაშინ იყო რაღაცა ისეთი მუხარების შემოთვლა, მაგრამ მე თავიდანვე ვუთხარი, ნუ რა გინდათ, ხმას არ ვიღებ, ჩუმად ვარ, თუმცა ფარულად მქონდა კავშირი იმ პერიოდში ოცნებასთან და რაღაც ინფორმაციებსაც ვაწვდიდი. შენ იყავ ის ადამიანი, რომელიც რაღაც ინფორმაციას აწვდიდი ოცნებას. როდიდან? ეს ხდებოდა ჯერ კიდევ გაზაფხულიდან, იმიტომ რომ ოცნებაში იყო ძალიან ჩემი ბევრი ახლობელი მეგობარი. როდესაც შენ ჯერ კიდევ იქ მუშაობდი, მაგრამ ამის შემდგომ უკვე თავისთავად ცხადია, ესე ბოლომდე ანუ მაშინ ესე ვთქვათ, სურათი რო აღვადგინოთ, შენ რამდენი წელი მუშაობდი იქა? ორი წელიწადი. 2 წლის განმავლობაში შენ სისტემატურად სხვადასხვა პირის მიერ გესმოდა საუბრები იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ხორციელდებოდა და ზოგიერთი განახიც კი გაქვს. აი, რატომ განახეს? ანუ ხო ხტები, მათ მოიპოვეს ფარული ჩანაწერი უკანონოდ
და ჰქონდათ ეს ჩანაწერი პირადი ცხოვრების სამსახური. ალბათ სექსის სცენა იყო ასახული, ალბათ ცნობილი ადამიანისაც, ხო? და გაჩვენეს ეს ჩანაწერი შენ. რატო გაჩვენეს? ანუ იტრაბახეს, იცინეს ამაზე, თუ აი რა იყო? ხო, აი ეს ესეთი მომენტი იყო, აუ იცი რა მაგარი ჩანაწერი ვიშოვე, აი რაღაცა ესე და მე აბა წამოდი განახო და რაღაცა ესეთი. ეს ხდება ქვემო ქართლში, ხო? არა, ეს ხდება კუდში. როცა კუდში მუშაობდი. შენ ქვემო ქართლში იყავი ბაზირებული თუ კუდის შენობა? ძირითადად იქით დავდიოდი და მიდიოდა ცნობები ცენტრში მიდიოდა თავისთავად. ანუ აი ეს ადამიანები როცა იწერდნენ ამ ყველაფერს, საკუთარ პროფესიულ მოვალეობასაც ბოლომდე არასრულებდნენ, ანუ არასაიდუმლოებდნენ ამას და შენ რომელიც არ იყავი ამ საქმეში ჩართული, ტრაბახის მიზნით გაჩვენებდნენ ჩანაწერებს? კი. არა მხოლოდ მე. არა, აბა ვის კიდე? დარწმუნებული ვარ, იქ ძალიან ბევრს აქვს ნანახი ეს ჩანაწერები და მინდა გითხრათ გატანილიც არის. გატანილი რომ არის საიდან ასვლა? გატანილი რომ არის ეს მე ზუსტად ვიცი. ეს ვიცი საიდან. ჯერ თვითონ ანუ ამ პერიოდში როდესაც გაიტანეს მე იქ აღარ მუშაობდი უკვე ლოგიკური ეს ხდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაიტანე? არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამის შემდგომაც რამდენადაც მოხდებოდა არჩევნებში, რატო გაიტანეს? ციხის კადრების გავრცელების შემდეგ იცოდნენ თავისთავად ხდება. რა განწყობა იყო შიგნით? შენ მაშინ იქ არ იყავი, მაგრამ აი როდესაც ციხის კადრები გავრცელდა და როდესაც პრობლემები შეექმნა ნაციონალურ მოძრაობას. ანუ კუდში ვიღაცებმა იგრძნეს რომ პრობლემაა სერიოზული. არა, ვიღაცებმა არა, მე ვფიქრობ ყველა მიგრძნო ეს აბსოლუტურად. ეხლა ლოგიკური უნდა ეგრძნოთ კიდეც, მაგრამ ესე იგი აი ამ ციხის კადრებიდან არჩევნებამდე იყო სრული ქაოსი, აი ქაოტური სიტუაცია ხა იმ პერიოდში და ვთქარ დავდიოდი, მაგრამ თანამშრომლებთან მქონდა შეხვედრები ხო რაღაცა ესეთ მაგ და ქაოსი იყო სრული, ასე ვთქვათ, შოკში იყვნენ ყველა, მიხვდნენ რომ რაღაცა არ იცოდნენ რომ ციხეში კიდე რაღაცა ხდებოდა. მინდა გითხრათ, აი ის კადრები რაც ჩვენ ვნახეთ, რაც საზოგადოებამ ნახა, ამ დოზით თუ ხდებოდა ეს ყველაფერი, ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ. კარგი, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცას რო იღებდნენ, რაღაც მიზანი ჰქონდათ. რა მიზანი ჰქონდათ? შანტაჟს აწარმოებდნენ? შანტაჟი უნდა ეწარმოებინათ. და რატო არ აწარმოეს? ამდენი ხნის განმავლობაში იწერდნენ წლების მანძილზე, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვიღაც დააშანტაჟეს. შეიძლება ვიღაც დააშანტაჟეს კიდეც, მაგრამ ეს იყო ასეთი პრინციპი, როდესაც კომპრომატები გროვდებოდა, პრინციპი იყო ასეთი, რა იცი, როდის დაგჭირდეს. ანუ ეს წლების მანძილზე ხდებოდა. ეს წლების მანძილზე ხდებოდა, ეს არ არის ერთ თვეში და დაახლოებით გაქვთ წარმოდგენა, რამდენ ადამიანზე შეიძლება ჰქონოდათ კომპრომატი თუ ეს ვარაუდით შეგვიძლია ვთქვა მაგალითად მოსმენებთან დაკავშირებით. ერთდროულად კუდს შეეძლო მოესმინა 12000 პირისთვის როგორ. მოესმინა როგორ? ჩაეწირა საუბარი და მერე გაეშიფრა, თორემ ვიღაცას ხო არ დაყავებდა იქ ლაივში მოსმენაზე. არა, ლაივში მოსმენაზე არა, მაგრამ ერთდროულად შეეძლო ლაივში უსმენდა. იყო ხალხი, რომელსაც ლაივში უსმენდნენ ლოგიკური. ხო, და ვინ იყო ეს 12000 კაცი. აი როგორი კატეგორია? პოლიტიკური ოპონენტები, რომელთა შესახებაც მათ აინტერესებდა. და შენ იცი ამ ჩანაწერების არსებობის შესახებ და მოსმენილ გააქვს თუ ეს უკვე არა გაქვს მოსმენილი. სატელეფონო ჩანაწერი გასაგებია, მაგრამ ვიდეოთი რო უღუებენ სექსს. კი. ეს შანტაჟისთვის სჭირდებოდათ, ხო? შანტაჟისთვის სჭირდებოდათ ერთად ერთი. აბა რატო უნდა დასჭირდებოდეს? აი მე რომ მაჩვენონ ახლა სექსი ვიღაცასთან. რატო უნდა მჩვენოდეს ჩემი სექსი? არის კატეგორია, რომელსაც უნდა შეიძლება შეერცხეს. მან ამაზე და ქალებზეც ხდებოდა? კი, ქალებზეც. მათ შორის დაოჯახებულ ქალებზეც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ესეთი ჩანაწერი. ანუ მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, ხარო დავკვირდო. რამდენი წლის ხარ? 18. დაანებებ თავს ამ შპიონობას და თვალთვალს თუ ისე ვიგიწევს მუშაობის გაგრძელება. ნამდვილად რთული იქნება. ხო მოგწონს ეგეთი ვიღაცები? იხარ ზოგიერთი გაგია? კი. ხო, მაგრამ შენ გაცილებით წინ უნდა წახვიდე. მადლობა. სერგი გვარჯალაძეს ველოდების სტუდიაში თვითონ ტელემაყურებელო მადლობთ.
ჩემი ძველი მეგობარი სერგი გვარჯალაძე მოვიდა. გამარჯობა სერგი. გამარჯობა ძალიან რა. ჩვენ ესე თუ შევხვდებით ერთმანეთს, ხო? ესე კარგია მე. მე ხა ტექნოლოგიზირებულთ რა. დიდი ეკრანები გჭირდება იმაში რა ვქო ფონად რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ. რამე თუ არ მოხდა ისე ერთმანეთს არ ხვდებით ხო? რამე მოხდა დღეს კიდე. კი, რაღაცები ხდება, მუდმივად ხდება. საერთოდ ქვეყანაში ცხოვრობთ. როგორ ახარ შენ? მე კარგად ვარ ძალიან. სერგი, ყოველთვის იყავი განსაკუთრებულ სამოქალაქო პოზიციაზე. მე მახსოვს ეს კარგად და გიფასებ ამას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენი მოღვაწეობის სფერო პოლიტიკასთან ახლოს არ ყოფილა, ხშირად მაგრამ ყოველთვის გაქვს ძალიან მკაფიო სამოქალაქო პოზიცია. მოდი ახლა იმ შენ განცდებზე მელაპარაკე, რაც ამ ფარულ ჩანაწერების, მოსმენის, თვალთვალის წამების და ასე შემდეგ ამ ამბების გაგების შემდეგ დაგეუბრუნე. უპირველეს ყოვლისა მე არასოდეს არ დავფიქრებულ ვარ იმაზე, რომ განსაკუთრებული რაღაც სამოქალაქო პოზიცია. უბრალოდ რაღაცა ემოციური მომენტები მქონდა, როდესაც ვთვლიდი, რომ სათქმელი უნდა ითქვას და როდესაც მასმედიაში მუშაობდა გაქვს ამის საშუალება, რომ რაღაცნაირად გაახმოვანო შენი ტკივილი იქნება თუ სიხარული, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ შანსს არ ვიცი კარგია თუ ცუდი, ყოველ შემთხვევაში ვიყენებდი. ხა რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, მე ვიცი რომ შენ ნახე, მე არ ვინახავს ეს კადრები, მაგრამ ნუ დაახლოებით მომიყვნენ და მართალი რო გითხრა, სურვილი არ მაქვს იმისი რომ ვნახო აუცილებლად ეს. მაგრამ მეორეს მხრივ აი ძალიან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ რა და მეგობრებთან აი ფაქტიურად ყოველ საღამოს გვიწევს ამაზე საუბარი და იცი რა შეასაქმე მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის მე მგონი ამ საკითხთან მიმართებაში რა ჩვენ ლაპარაკობთ თქვა ისინი რომ უნდა დაისაჯონ ამაზე ორი აზრი არ არის ის ვინც ასრულებდა ამას და ის ვისი მოფიქრებულია და ვინც არის მასტერმაინდი ამისი საერთოდ ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს და მე დარწმუნებული ვარ რომ დაისჯება ეს ადამიანები იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ადამიანები რო არ დაისაჯონ ამ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლიდან გავა ეს ამაში მე დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ მე ვიცნობ იმ ადამიანებს შენი ჩათვლით ვინც ამ პერიოდში დაზარალებული იყო ციხეებში იყო მე ვიცნობ ადამიანებს რომლებიც შეიკავებენ თავს და ვიცნობ ადამიანებს რომლებიც არ შეიკავებენ თავს რაღაც და იკავებენ დღეს თავს იმის გამო რომ შეერად რომ ეს ყველაფერი მოხდება ეს ერთი ასპექტია მაგრამ ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის რომ ჩვენ ამ ადამიანებს წლების მანძილზე ხა ეს პირადად შეიძლება არა მაგრამ მათი არსებობა ამ სადისტების ჩვენ ვიცოდით და ჩვენ ცხოვრობთ ამ საზოგადოებაში და ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენ მონაწილეობდით ამ ყველაფერში ხო აი ეს ფრაზა ახლა ჟღერს პერიოდულად რომ ჩვენც დამნაშავეები ვართ და ასე შემდეგ მე მაგალითად მიმაჩნია დიდი ხანი ხა გერმანიაში ცხოვრობდი შენიცი და ზოგჯერ მაღიზიანებს ხოლმე როდესაც რაღაცა 25 წლის ბიჭი მეუნება რომ აი ჩვენც უნდა გავიაზროთ ის რომ ებრაელების წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ეს ცოტა მაღიზიანებს და მგონია რომ რაღაცა გარკვეულწილად პოზიორობა მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მე დიდ განსხვავებას ვერ ხედავ იმაში რაც ფაშისტებმა გააკეთეს და რაც წინა რეჟიმმა გააკეთა აქ მასშტაბები რასაკვირველია განსხვავებულია მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ გარკვეულწილად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ხდებოდა ეს ყველაფერი და მიმაჩნია რომ შედარება არ შეიძლება და არ შეიძლება განზოგადოება რომ ის უკეთესი იყო ან უარესი იყო ფაქტიურად ერთი და იგივე იყო მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ ეს დაგვემართა ჩვენ ანუ ჩვენ ამ ადამიანებს ვიცნობდით ჩვენ ვიცოდით რომ ეს ხდებოდა ჩვენ ამ საზოგადოებაში და ამ სულისკვეთებით ცხოვრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია ეს დაწყებულია მე მახსოვს რომ მამაჩემის მეგობრებზე მესმოდა რომ აწამებენ ციხეში იქ ვიღაცას და რაღაცა ხდება მე მოგვიანებით მესმოდა მე მესმოდა რომ ზვიადის ბუნკერში ხდებოდა ეს ანუ ფაქტიურად ჩვენი თაობა გაიზარდა ამ შლეიფი ამ ზალადობის ფონზე გავიზარდეთ ჩვენ და გარკვეულწილად შეიძლება რაღაცა ნორმალურად მიგვაჩნია კიდე ნორმალურად მიგვაჩნდა კიდე ან ნორმალურად კი არ მიგვაჩნდა უბრალოდ ჩვენ ამას ეს ვიცოდით და ჩვეულებრივი ფაქტი იყო ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ამ ეტაპზე რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გავუფრთხილდეთ შემდეგ თაობას რომ ეს ჭუჭყი ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა გავიაზროთ უნდა ვასწავლოთ რომ ეს შეუძლებელია მე დარწმუნებული ვარ მე არა ვარ ზედმეტად რელიგიური ადამიანი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ეკლესიამ ამაში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს განათლების სისტემამ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ოჯახის ინსტიტუტებმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს მედიამ რაც შეეხება პოლიტიკოსებს აი პოლიტიკოსების ყველაზე არ მჯერა იმიტომ რომ მათ თავიანთი აგენდა აქვთ ეს არის
რაღაცა გარკვეული თავიანთი სფეროა, ცხოვრების სტილია ეს პოლიტიკოსობა და მათი არ ჯერა. მე არასოდეს ვერც დავიჯერებ და მათი ნათქვამიც გარკვეულ კონტექსტშია ყოველთვის და გარკვეულ აქტუალურ თემებს ეხება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების რაღაც გარკვეულმა ნაწილმა კულტურის წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ ეს და აი ეს მესიჯი უნდა გავრცელდეს და ჩვენ რაღაცნაირად უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები, რომ ეს მათ პერიოდში აღარ გამეორდეს მსგავსი რაღაც. ეხლა გინდა ამას დემოკრატია დაარქვი, გინდა რაც გინდა ის დაარქვი. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ტრაგედიის, ეროვნული ტრაგედიის ზღვარზე ვდგავართ, ეს ჩვენ გავიარეთ, ეს ჩვენ ნახეთ. ყველაზე მძიმე ალბათ სერგი ის იყო, რომ 2003-ში, როდესაც ჩვენ ერთ პოზიციაზე ვიყავით ყველანი, მე და შენ ყოველ შემთხვევაში, და გქონდა იმედი, რომ შევარნაძის რეჟიმი დამთავრდა, რეჟიმი არც ქვია იმას. რაღაცა პერიოდი შევარნაძის პერიოდი უძრაობის ხანამდე ეს დავარქმევდი და იწყება რაღაც და თურმე არა მარტო ასე გაგვიწრუდა იმედი, არამედ ამ სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა მემკვიდრე იყო იმისა, რაც ხდებოდა იქ და სულ სხვანაირი ელფერი მისცა. ეს არის ორმაგად უფრო დარტყმა ჩემთვის. მე მახსოვს მომენტი ძალიან კარგად. მე მუშაობდი რევოლუციის დროს, 2003 წლის რევოლუციის დროს და ფაქტიურად მთელი ეს პროცესი გერმანისტებს ხო, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა და მე ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, რომ ნუ სერიოზულად ვცდილობდი, რომ ეს ყოფილიყო რაღაცა ობიექტური და ამ პერიოდში, როდესაც მუშაობ, შენ უნდა დაივიწყო შენი პირადი განსაკუთრებით, როდესაც მუშაობ რაღაცა უცხოური ისათვის შენ არ უნდა მიაწოდო ისე როგორც შენ გინდა რა უნდა შეეცადო რომ ეს იყოს ობიექტური. ამიტომ ფაქტიურად შევეცადე რომ რაღაცა დისტანცია დამიჭირე, მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად ის მომენტი, როდესაც ეს გადაწყდა. მე მახსოვს რომ ეს ვიდექით იმასთან პარლამენტის შენობასთან და აი ეს მომენტი რომ შეიცვალა რომ აი რაღაც ახალი თაობა მოვიდა ძალაუფლებაში, ეს არიან ის ტიპები რომლებიც სწავლობდნენ უცხოეთში, აზიარიან ყველაფრის დემოკრატიული ჩვენ დისკოტეკებზე დადიან და რაღაც აი ხო ზედაპირული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ აი რაღაც ახალმა თაობამ, ჩემმა თაობამ ჩაიგდო ძალაუფლება. ეს მომენტი ძალიან კარგად მახსოვს და ეს მოკვდა მომენტალურად, როგორც კი მაგალითად ბასა ჯანიკაშვილის მამას ამბავი მოხდა. კი. და მე მახსოვს რომ ჩვენ იმ რწმენით მივედი ბიჭებთან ერთად ეთერში რომ ჩვენ ახლა გავაგებინებთ რომ ეს ადამიანი არ არის დასაჭერი და საერთოდ სისულელია რაც ხდება და პასუხი როგორც კი მივიღეთ მივხვდი რომ აი შანსი არა ეს აქ არაფერი არ არის ამბავიც იყო ეს უკვე მოგვიანებით იყო და ხო და ფაქტიურად იცი რა იყო აი იყო რაღაცა გაბწყინებები რასაკვირველი ბევრი რაღაცა ეხლა სტერეოტიპებია რასაც ლაპარაკობ და კლიშეებია მაგრამ ბევრი რაღაცა რასაკვირველია გაკეთდა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რის საფასურად გაკეთდა ეს ანუ შენ შეგიძლია ნებისმიერი მიზანი მიღწევადია ეხლა რეალურ რაღაცებზე ლაპარაკობ მაგრამ როგორ აკეთებ ამას ეხლა თუ გადახოცე ნახევარი მოსახლეობა და დაადებილე მეორე ნახევარი და გაუნათლებელი რაღაცა მასა დატოვე და მხოლოდ იზრუნე იმაზე რომ შენი კაპიტალი დააგროვო და შენი შვილები და შენი ცოლები და ვიღაცები აგულავ ამ ქვეყანაში ну მაშინ ამის საფასურად შეიძლება რა ვიცი სინგაპური კი არა მთვარეზე ის რა ქვია მარსზე გახსნა რაღაცა ახალი კოლონია მაგრამ ეს პრიორიტეტები რა გაქვს საერთოდ ეხლა ამ ეტაპზე არა შენ კი არა პრიორიტეტები რა გაქვს იმას გააჩნია ანუ შენ თუ გინდა შენ თუ ჰუმანისტი ხარ ოდნავ მაინც და ფიქრობ რომ ის კი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ 5 წუთში პასპორტი აიღო არამედ ის ვინც პასპორტს იღებს მე რომ არც ემონდა ტყუილა არ დაიჭირონ ეს არის თავარი მაშინ სწორად ამვითარებ ქვეყანას ხო ანუ ჩვენ გვესმოდა რომ სინგაპური 5 წუთში პასპორტს იღებ გზა დავაგეთ რა ვიცი კრიმინალი მოსვეთ აი მაგალითად კრიმინალი მოსპე ძალიან კარგი მაგრამ მქონდა კამათი ამას წინათ შენ კრიმინალი მოსპე იმით რომ დაიჭირე კრიმინალურად მოაზროვნე ადამიანები რომელსაც ვერ დაუმტკიცე დანაშაული თუ დაიჭირე კი ბატონო მაგრამ ხო არის სასწორზე რა ჯობია რომ შენ ვიღაცა კრიმინალს ვერ იჭერდე მაგრამ სამაგიეროდ ციხეში ტყუილად არავინ არ ყავს ხო რასაკვირველია ანუ ამერიკაში ეხლა რო დავუკვირდე ამერიკაში საერთოდ იციან ძალიან კარგად ოპერატიული ინფორმაციით ვინ არის მაფიოზი ყველა მის რასაკვირველია მივარდები და დაიჭერ რა პრობლემაა ნიუ-იორკში დღემდე ნაგვის ბიზნესი ყველა მიცის ვინ აკეთებს კონკრეტული სახელები იციან ეს ადამიანები გარეთ არიან და რასაკვირველია მათ აკონტროლებენ და რაღაცა ზღვარს როგორც ამერიკა რომ აი ესე ვერ იჭერს ხო ხა მე არ მიმაჩნია რომ ამერიკა არის მე მაინც ევროპაზე ორიენტირებული ადამიანი არ არის საჩვენებელი და სამაგალითო ინგლისში ევროპაში ძალიან ხო იციან ძალიან კარგად ვინ არის მაგრამ არა აქვს სამხილი და სასამართლოში ვერ მიიტანენ ამ საქმეს და სხვათა შორის იგივე რაღაცა ეხლა ძალიან აქტუალურია ეს თემა მე არ ვიცი კონკრეტულად ეს რატომ მოხდა მაგრამ ეხლა ის ფაქტი გუშინ მაგალითად რაც მოხდა ესეც მაწუხებს რასაკვირველია რომ ადამიანები ვიღაცა დაიბარა
დაიბარეს გუშინ, მე რატომღაც გამოუშვეს, მე ისევ ღამე დაიბარეს და აი ეს არ მომწონს, ეს რაღაცა კაპაშანი ეს ეძახიან ამას რა რუსულად. არასწორი მოძრაობები. ხო, აი რაღაცა არასწორი მოძრაობები. ნუ ჩამოვიდა ის რასმუსენი, მე რა ის რასმუსენი და ამ ხალხს რასაკვირველია თავისი მოსაზრება ექნება და ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევეცადოთ რომ გაუხსნათ და დაუმტკიცოთ და ასე შემდეგ, რაც მე მიმაჩნია რომ თუ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, სწორად დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს და არავის იმაზე არ უნდა ვიყოთ რომ აი ხა გინდა თუ არ ხო მოიწონებს თუ არა. ის ადამიანი ჩამოვიდა საქმე მიდის მაინც ხო ჩვეულებრივად თუ დასაჭერია ვიღაცა იმ დღეს კი არა იმის თვალწინ დაიჭირე თუ გინდა მე მესმის რომ ეს შეიძლება პოლიტიკურად არასწორი იყოს პოლიტიკოსები სულ ფიქრობენ ამაზე მაგრამ მაწუხებს უფრო ის ფაქტი როდესაც რაღაცა იჭერენ მე უშვებენ მე იჭერენ ამიტომ მაქსიმალური გამჭირვალეობა ამას აშკარად ხედავთ არ უნდა დაუმალოთ არავის იმიტომ რომ აშკარად ხედავ იმას რომ ადამიანები არიან ვინც ამას აშკარავებს და ყვება და გიხსნის რატო ხდება ეს ყველაფერი ამას ხედავ იმასაც ხედავ რომ უამრავი აქტივისტია და აქტივიზმი არის გაზრდილი ქვეყანაში და ხალხი სასამართლო როა დამოუკიდებელია ეს მომწონს ძალიან ერთი პერიოდი დავფიქრე ხო მაგრამ სასამართლოსაც ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჩვენ ანუ ეს ადამიანები იქ არიან შენი მოსამართლეები დღეს იქ არიან კიდევ რა ჯობდა ანუ მე ჩემთვის მივხვდი რომ აი ზაზამეიშვილი ადამიანი მოსამართლე რომელმაც სულხამოლაშვილი სამართლას ჭალებში ხო და აი რა ჯობდა რომ რაღაცა მეთოდების მეშვეობით ზაზამეიშვილი ან ვიღაცები მოგვეშორებინა საზოგადოებას და მართლ ძალას თუ კარგია რომ არის იქ ეს ადამიანი და არ შევეხეთ აი ამ ინსტიტუტს. მე მგონი მეორე ჯობია. იცი რა შესაქმე, მსგავსი ისტორია კი არა, ნუ ფაქტიურად ესეთი ისტორიული ფაქტია, როდესაც ფაშიზმი დასრულდა გერმანიაში, შემოვიდნენ ამერიკელები გარკვეულწილად კი არა, მედია გააკონტროლა სასამართლო. რა უნდა ეკნათ ახლა ის მოსამართლეები, ნაცისტი მოსამართლეები იქ იყვნენ. სხვა არავინ არ იყო საერთოდ. ანტიფაშისტი ახლა ნუ შეიძლება საერთოდ კონცლაგერებში ვერ მოძებნა. ეს ადამიანები იქ იყვნენ, მაგრამ იყო ძალიან მყარი კონტროლი, ეს მარშალის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ძალიან სერიოზული კონტროლი ხდებოდა ამისი მუშაობა მიდიოდა გარკვეულწილად იდეოლოგიური ამ ადამიანებზეც ანუ მათ უხსნიდნენ რაში იღებდნენ მონაწილეობას და ამას აჩვენებდნენ და ეხლა მე არა ვარ მომხრე იმისი რომ დავაყენოთ ადამიანები და შევიყვანოთ და ვაჩვენოთ ის კადრები რაღაც დახურულ ოთახში როგორც თქვა კონცლაგერებში ატარებდნენ გერმანელებს მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ ამ ადამიანებს ამათ ეთიკაზე ვიღაცაში ეს გაიღვიძებს დარწმუნებული ვარ და უნდა აუხსნათ რა გააკეთეს შეიძლება რა ვინც სერიოზული დანაშაული ჩაიდინა ის უნდა დაისაჯოს ვინც ამაში თანამონაწილე იყო იმას უნდა აუხსნათ და გარკვეულწილად კარგი იქნება მოხარული იქნება და მოდის მოიხდიან ისტორია იყო ესეთი რომ ადამიანი რომლის ვიდეოც მე ვნახე რომლის წამით ვიდეოს ვნახე არ ვიცი ვინ არის მაგრამ ვიცი რომ დაიჭირეს რაღაც ტერაქტის თავზე აგება სთხოვეს გააუპატიურეს ვერ აიღეს მერე ჩაუდეს წამალი და გაუშვეს ციხეში ამ წამლით აი მოსამართლეს რომელსაც მიუსაჯა ეს ფირი უნდა ანახო უბრალოდ არც თანამდებობიდან არ უნდა გააგდო არც არაფერი პრობლემები არ უნდა შეუქმნა მაგრამ უბრალოდ უნდა ანახო რაში მიიღო მან მონაწილეობა ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რა ფაქტი ის არის რომ ისევ კლიშეა ძალიან პატარა ერი ვართ ყველას ვიცნობთ ყველას ნათესავი ვართ ყველას ახლობელი ვართ ოჯახები არის გადაჯაჭვული აღარ მინდა ამ ორ მხარეზე აღარ უნდა ვიყოთ ჩვენ ანუ ასე არ უნდა ვიყოთ მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა მოგვივიდა ჩვენ და შევეცადოთ რომ ერთმანეთი დავიცვათ გაუფრთხილდეთ და ეს იწყება ძალიან მარტივი რაღაცეებით ეს იწყება ქუჩაში ურთიერთობით ეს იწყება იმას რომ იგისიგნალებენ არ უნდა მიაგინო და არ უნდა გიპასუხოს უნდა შეეცადო რომ რაღაცნაირად ეს გაგი კულტურაში მოექცე ხო აი როგორ გააკეთებ ამას მართალი რო გითხრა არ ვიცი აი დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე რაზე უნდა გააკეთო აპელირება რა ვიცი ახლა იმას ხوار დაუწყებ რა ქვია 10000 ზდილობას ხوار ჩაურთავ არ უყურებს არავინ აი ხო როგორ უნდა გააკეთო ეს ალბათ უნდა ეს მოსაფიქრებელია უკვე არ ვიცი მეცნიერები კულტურის წარმომადგენლები უნდა დასწნენ და მოიწვიოს სერგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამეა რომ ის რომ ხალხს სოციალური დაცვის განცდა გაუშვეს ანუ რაღაც ფული გაუშვეთ რომ აი რაღაცა შვიდად იყვნენ რომ ერთ თვეში ორ თვეში ლუკმაპურის ფული ექნებათ რა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია მეწმუნე რა მე ვფიქრობ მე არა ვარ პოლიტიკოსი კი ადამიანი ვერ იქნება მშვიდი და უპირველეს ყოვლისა მე ძალიან ხშირად ჩემ მეგობრებს ვესაუბრები სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები არიან ძირითადად ეგრეთ წოდებული ფაქტიურად არარსებული საშუალო ფენის წარმომადგენლები ვეუბნები რომ ეს ხელისუფლება არ უნდა იყოს არ ვერ მოგხედავთ ახლა მისახედი არის ყველაზე დაბალი ყველაზე გაჭირებული ფენები ეს ფენები არის აი ამ ბალანსს ჩვენ თუ მოვიშორებთ
4-5 წლის მანძილზე. აი მე შეგვიძლია უკვე ნელ-ნელა რაღაცაზე და არ შეიძლება საზოგადოების ერთი ნაწილი მცირე იყოს სუპერ განვითარებული, როცა დაანჩენი ეგეთ ქვეყნები არ არსებობს. და ეს ხო არის ინდოეთი თქვა და ნუ ის სხვა კონგლომერატია და სხვანაირი რაღაცა არის და მაგრამ ჩვენ უნდა მივხვდეთ ახლა ყველაზე გაჭირვებულებს და აი ეს პერიოდი თუ ჩვენ სწორად დავალაგეთ ეს ხო მე უკვე საშუალება გვექნება რომ სოციალურ პროგრამას გქონდათ. ხო იცი რა ეს სოციალური პროგრამები ახლა ძალიან ხშირად მელაპარაკებიან ხოლმე ამაზე. ყველა დროს თავისი რაღაცა გარკვეული მედიალური საშუალებები სჭირდება. აი მართალი რო გითხრა ამ ეტაპზე ჯერ არა ვარ ჩამოყალიბებული რა იქნება სწორი. თუმცა გინდა რაღაცა. კი რაღაცას ახლა ვთქვათ იმედიატორის სახით რასაც ვაკეთებთ იმედზე ეს არის მცდელობა ვარ გვიან ღამის ეთერში მცდელობა რომ რაღაცა დავტესტოთ ვნახოთ და სხვადასხვა რეაქციას ვხედავთ და მე მომწონს ყველაზე ძალიან რომ საზოგადოება არის გამოღვიძებული. მე მიუხედავად იმისა რომ ძალიან რთულია მესმის მაგრამ ყველა რაღაცას აპროტესტებს. მესმის ძალიან კარგი. და ძალიან კარგი. კარგი და ამას მივესალმე. რაოდენობა ხარისხის გადავა მე და ხარისხიანი პროტესტი გქონდა. მადლობა. სერგი გვარჯავაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ გავისეირნებთ რეკლამაზე, შემდეგ გამოვისეირნებთ ახალ ამბებზე და შემდეგ ცხელი შუადღეც იქნება. აბა რეკლამამდე. ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში ბრუნდებით 2 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. მერიის თანამშრომლების დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ წარიმართა ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აკეთებს. კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ პირებს თავი არ აურიდებიათ დაკითხვისა და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისათვის, ამიტომ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ მერიის თანამშრომლები იმ ფორმით დაეკავებინათ, რა ფორმითაც მათი აყვანა მოხდა. ვიყავით ჩვენ შეხვედრაზე, რომელიც მერიაში გუშინ 5 საათზე გაიმართა და ამ მიღებული ინფორმაციის და გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ გუშინ დილით დაკავების პროცესი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად არ წარიმართა. როგორც მერიის თანამშრომლები განმარტავენ, ისინი არაერთხელ იქნენ დაკითხული საგამოძიებო ორგანოების მიერ მანამდე, ზოგი მათგანი კი ბატონო პირველად იქნა წარდგენილი და არც ერთ და არასდროს მათ როგორც ამბობენ არ აურიდებიათ თავი თანამშრომლობას ინფორმაციის მიწოდებას თუ ჩვენების მიცემას და შესაბამისად აუცილებლობა იმისა რომ ასეთი ფორმით მომხდარიყო მათი დაკითხვა და დაკავება ჩვენი შეფასებით მართლაც არ არსებობდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება კი იმ სქემას აქვეყნებს, რის სქემითაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისება ხდებოდა. გამოძიების ინფორმაციით გაფლანგულია 48,930,822 ლარი და თანხის მითვისება 3 ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე თბილისის განვითარების ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13,952,497 ლარი გაიტანეს. ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 მილიონი ლარის მითვისების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შემდეგ კი არამიზნობრივად ეგრეთ წოდებულ ფურშეტებზე ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისათვის 719,862 ლარი დაიხარჯა. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა ბრძანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს. ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანიძის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამოძიებას სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48,930,822 ლარის მითვისება გაფლანგვის 3 ეპიზოდს. პირველი, ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13,452,497 ლარის გაფლანგვის ფაქტს. მეორე, ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 მილიონი ლარის მითვისების ფაქტს და მესამე, არამიზნობრივად ეგრეთ წოდებულ ფურშეტებზე ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისათვის დახარჯულ 719,862 ლარს.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სადაც ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამინისტროს თანამშრომლებმა კურსი 3 მიმართულებით გაიარეს. მინისტრის განმარტებით სასწავლო პროცესის მიზანი სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. სერტიფიკატები მათ ფინანსთა მინისტრმა გადასცა, ღონისძიება ფინანსთა აკადემიაში გაიმართა. ფინანსთა სამინისტრო აგრძელებს თავის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. ამჟამად მიმდინარეობს სერტიფიკატების გადაცემა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იმ თანამშრომლებისათვის, რომლებმაც ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში აიმაღლეს კურსი, მათ Microsoft-ის სერტიფიკატები გადაეცემათ. ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მუდმივად ზრუნვას იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტროში ყველაზე განათლებული და მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ. ავიღეთ სერტიფიკატები სხვადასხვა პროგრამებში, პირადად მე ავიღე როგორც მენეჯმენტში, ასევე HR-ში, ეს იყო ძალიან საინტერესო კურსები, მინდა გითხრათ, იყო ძალიან მაღალკვალიფიცირებული ტრენერებისგან შემდგარი. ფეხბურთის ფედერაციის 22 ყრილობა მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო Holiday Inn-ში. სასტუმროსთან ყრილობის პარალელურად საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის გულშემატკივრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ზესტაფონის გუნდისათვის დაფინანსებას ითხოვენ და ფეხბურთის ფედერაციას უსამართლობაში ადანაშაულებენ. ვითხოვდით საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის გადარჩენას. თუმცა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონი არ გაქრეს საფეხბურთო არენიდან საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატიდან. ეს არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ამ წუთას უარს აცხადებს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე, იმიტომ რომ ის თანხა, რომელიც უნდა ჩაერიცხოს ჩვენს კლუბს, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს. სამართლიანად განაწილდეს ის თანხები, რომელიც არის გამოყოფილი საქართველოს ჩემპიონატის გუნდზე. მე გვერდში ვუდგევარ ზესტაფონის გულშემატკივრებს, მე მესმის მაგათი და მინდა რომ ეს გუნდი იყოს უმაღლეს ლიგაში. არ წარმომიდგენია რომ ეს გუნდი არ იყოს უმაღლეს ლიგაში, იმიტომ რომ ორი გზის ჩემპიონია. ჩვენ უკვე 2 წერილი მივწერეთ მუნიციპალიტეტს, ვიცი რომ იქ მიდის მუშაობა. დღეს არის შეხვედრა ფეროსთან, როგორც მე მითხრა გამგებელმა. იქ უნდა გადაწყდეს სასპონსორო პაკეტის ამბავი. ველოდები რომ ბატონი ილია კოკაიაც გამონახავს თანხებს. კომპანია მეღვინეობა ხარება ღვინის მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლესი პრიზის მფლობელი გახდა. 2013 წლის მუნდიალის კონკურსში ღვინომ საფერავი პრემიუმი დიდი ოქრო აიღო. კომპანიას ჯილდო ყვარელში ტურისტულ კომპლექს გვირაბში კონკურსის პრეზიდენტმა ბოუდუინ ჰავომ თავად გადასცა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც დაესწრო. მუნდიალის კონკურსი ღვინის სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. ნებისმიერი წარმატება ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მეღვინეობის განვითარებისთვის. ეს არის შემოსავლის წყარო, რომელსაც მომავალში მიიღებს კახეთი, ყვარელი და მთლიანი საქართველო. ასე რომ ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია. მეღვინეობა ხარებას ღვინომ საფერავო პრემიუმი აიღო დიდი ოქრო მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის შეჯიბრებაზე, რომელსაც უწოდებენ კონკურს მონდიალი. აღნიშნული ჯილდო იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსდან რამოდენიმე კომპანია მოიპოვა და ერთ-ერთი ვართ ჩვენ. ეს შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულმა კომპანიამ პირველად გაიმარჯვა და ამიტომ გადავწყვიტა პირადად გადამეცა ეს ჯილდო. ასევე შესაძლებლობა მომეცა დამეგემოვნებინა ღვინის სხვადასხვა სახეობები. 16 წლის ნიკა ლეჟავას, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, სასწრაფო დახმარება სჭირდება. მოზარდი მძიმე დაავად არის და მხედველობა დაკარგული აქვს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ავადმყოფის კვების და მკურნალობისათვის თანხა არ გააჩნია. მოზარდის დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ და რომლის საშუალებითაც მსურველები ბავშვისათვის თანხის გადარიცხვა შეძლებენ. შეგიძლიათ ასევე დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 555 56 51 83. დღის სხვა ახალი ამბებით 3 საათზე დავრუნდებით, ახლა კი ეთერს ხელ შუადღეს უთმობთ. ცხელი იყო შუადღე, ეს პატარა ბავშვი მომეწონა განსაკუთრებით 13 თუ 14 წლის ასაკში ყუთში დავიწყე მუშაობაა. ჩემი უფროსმა რომ ლაშამ დაიწყოს ეხლა ყუთში მუშაობა პირდაპირ. თავსაც მოვიკლა. არა, იმას კი არ მომფრო სამართლინო, არა, просто ასაკია სხვა უკვე. არ ვიცი, არ მინდა. 13 წლის ბავშვი ჯერ კიდევ უნდა სწავლობდეს და სხვა საქმეებით იყოს დაკავებული. მუშაობა ყოველთვის მოასწრებს. ყუთში არ უნდა მუშაობს. მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს სულ სხვა თემებით, სულ სხვა სტუმრებით ბრუნდებით ცხელი შუადღის მეორე ნაწილში. აბა, რა გვაქვს აქ? დღეს არის პარასკევი დღე. პარასკევი.
შაფათკვირეები წიგვა. შაფაო რა კაი. რამდენი შეცდომას დაუშვებთ უახლოესი 1 საათის განმავლობაში? რატო? ხო. აი რა თემა არის შესაბამისი და შესაბამის თემაზე სტუმრები მოდიან სტუდიაში. გინდა ვისაუბროთ ენაზე, რომელზეც მეტყველებთ, საუბრობთ. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებთ, ბუნებრივია, შემეძლო შეცდომებს უშვებთ, მე თქვა, ბევრ შეცდომებს. კაი, ხა მაგას ვიდიე. ხო, მაგრამ ვთქვათ, ჟურნალისტები კარნახობენ იმ ენას, ვთქვათ, მაყურებელს, რაც მე უკვე რასაც ყურს აჩვენს უკვე მაყურებელი. მუსიკალაშენიძე არის. აბა. ნუ გზარ რუხაძე მყავს სტუმრად, რომთან ერთადაც ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ და რამდენიმე ესეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი შეცდომა მოწერე ადრე ნიკო ბორჩხაძემ დადო ეს სტატუსად Facebook-ში. გახსოვს მიხელ ქარელმა რა თქვა? განბაჟუიცე. განბაჟუიცე უიჟაიცე. ასეთ შეცდომებს ალბათ ყველა შეცდომა ალბათ ძალიან ბევრია, გაქვს კიდევ რამე მაგალითი საინტერესო? კი, ძალიან ბევრი მაგალითია, თუმცა არ ვიცი აი საიდან და დავით კიკალიშვილს უთქვამს ასეთი რამ მე არ მახსოვს ეჭმიტალილი დააკავებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ცოცხალია თუ მკვდარიო. ინგა გრიგოლიას აქვს ასეთი რამ ნათქვამი, აქ უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია და არველაძე, მაგრამ არ მოვიდნენ პარლამენტში რაღაც საქმე გვაქვსო, ნეტა რა საქმე აქვთ ამისთანა მნიშვნელოვანი რომ ჩვენთან არ მოვიდნენო. ნათია ლაზაშვილს უთქვამს, იმედი მაქვს არ ეწყინება არც ერთ ჩემს კოლეგას, როგორ გრძნობს თავს გარდაცვლილი პოლიციელიო, ასეთი კითხვა დაუსვამს პირდაპირ ეთერში და არავის არ ეწყინება, ბუნებრივია. პატრულის თანამშრომელს უთქვამს, დაკავებული იქნა ვოლვო და მასთან ერთად შეიარაღებული პირებიო. კობა ბექაურს აქვს ასეთი რამ ნათქვამი, აუცილებლად გავცემ პასუხს ჩემს მიერ დასმულ ყველა კითხვასო. და ბუნებრივია ჩვენც მას შემდეგ რაც ერთ-ერთში ვართ და მე პირადად პირველად ვარ პირდაპირ ეთერში, ძალიან ბევრი შეცდომა მომივიდა, მე ამას განვიცდი ხოლმე რა თქმა უნდა, როცა ჩანაწერს ამაზე არ უნდა განიცადო, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები ვართ, პირდაპირ ეთერია, ყოველდღიური საათი პირდაპირ ეთერში ვარ და ბუნებრივია ასეთი რაღაცებიდან დაცული არ ხარ. მთელი ცხოვრება ვიცი რომ ესეა და უცებ რატომღაც ეთერში მithქვამს სულ სხვანაირად. ჩალვა, ხომ ეთანხმები? შემოგვიერთდი. მე თავს ვიყავ ხოლმე ამის გამო. მე და შალვა მე ვარ გადამრჩენელი. მე ვარ გადამრჩენელი. ცოტა შეცდომა არ დაუშვა. აი, შენ მაგით შეგამჩნიეთ რომ მაგით საუბრობთ. საინტერესო თემა, ბავშვთა იმუნიზაციაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ. პედიატრი გოგა კაციტაძე იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი. ეს არის ადამიანი, რომელიც 2003 წლიდან მუშაობს კერძო პრაქტიკაში ქალაქ ატლანტაში და ასევე არის ემორის უნივერსიტეტის კლინიკის ასოცირებული პროფესორი. გოგო უკვე ჩვენი სტუდიის სტუმარია. მე მასთან გადავდი ვარ სასაუბროთ. მოგესალმებით გოგა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით თქვენ რო სტუდიაში მოიცალე და მობრძანდით, ცოტა ხნით ხართ საქართველოში ჩამობრძანებული და ბუნებრივია ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი. ერთგვარი რაღაც შედარებების გაკეთებაც კი შეგვიძლია საქართველოსა და ამერიკას შორის. რა განსხვავება? აი, არის თუ არა იდენტობა ვაქცინაციის კალენდარ შორის, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ბავშვები საქართველოში იცრებიან თუ არა იმავე ვაქცინებით, გულისხმობ დაავადებების სახელწოდებებს და იმავე ასაკში, როგორც ამერიკაში ხდება ეს. დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა მინდა დავამშვიდო ქართველი მშობლები, ასეთი განსხვავება არ არის ძალიან ბევრი. სულ რამოდენიმე ვაქცინა არის, რომელსაც ჩვენ შეერთებულ შტატებში ვიყენებ და რომელიც ჯერჯერობით არ გამოიყენება საქართველოში. შეგვიძლია ვთქვათ რა ვაქცინები ეს? ასეთი ვაქცინები არის მაგალითად ერთ-ერთი არის პნევმოკოკური ვაქცინა, პნევმოკოკი იწვევს მენინგიტს, იწვევს პნევმონიებს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ვაქცინა არის, ჯერჯერობით ბავშვების ვაქცინირება არ ხდება საქართველოში, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, მომავალი წლიდან უკვე დაიწყება პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენება. მეორე ასეთი ვაქცინა არის მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა. მენინგოკოკი არის ერთ-ერთი ბაქტერია, რომელიც იწვევს მენინგიტს. ეს რა თქმა უნდა და რა ასაკში იწრებიან და რამდენჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში? მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიყენება თინეიჯერებში და მანამდეც. პირველი ვაქცინა კეთდება 11 წლის ასაკში, ხოლო მეორე ვაქცინა კეთდება სანამ თინეიჯერი კოლეჯში წავა. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ვაქცინაცია და აი მიდგომა როგორია ამერიკის შეერთებულ შტატებში? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია.
ამისთვის ბრძოლა მიმდინარეობს ყოველ დღე პედიატრების მხრიდან იმისთვის რომ ყველა იყოს აცრილი, იმიტომ რომ ვაქცინა და ვაქცინაცია არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მაგალითად კარგი ექიმი ან ტექნოლოგია, იმიტომ რომ ვაქცინებით ხდება ძალიან ბევრი დაავადების პრევენცია, პირველი ყოვლისა, რა თქმა უნდა, და ამიტომ უნდა ხდებოდეს ვაქცინაციის პოპულარიზაცია, რასაც ჩვენ როგორც პედიატრები ვაკეთებთ, ასევე მედია იგივე უნდა გააკეთოს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს, ძალიან ბევრ მშობელს ერევა. როდესაც ბავშვს ვცრით, ეს რას ნიშნავს, რომ ის, რაზეც ბავშვი აცრილია, ეს დაავადება თუ კარგი ვაქცინაა, მას არასდროს არ უნდა შეხვდეს, თუ უნდა შეხვდეს, ოღონდ გამარტივებული სახით, რომ ზედმეტი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. რომელი არის სწორი? უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში ყველა ვაქცინა არის უსაფრთხო. ანუ ჩვენთან არის ორი ვაქცინა, ფასიანი და უფასო ვაქცინაცია. მე რამდენადაც ვიცი, ორივე სახეობის ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის. ამ ვაქცინების შესყიდვა ხდება ევროპიდან. ამ ვაქცინების შემოწმება ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და UNICEF-ის მიერ. ასე რომ ეს ვაქცინები არის ძალიან უსაფრთხო. რაც შეეხება იმას თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინა, ყველა ვაქცინა განსხვავდება. უმრავლესობა ვაქცინებისა, როდესაც ხდება პირველადი ვაქცინაცია, მერე ხდება ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზის მიცემა, ანუ უკვე თინეიჯერებში ჩვენ მივცემთ ვაქცინას იმისთვის, რომ ორგანიზმმა გაიხსენოს, რომ გააჩნია იმუნიტეტი, უფრო გაძლიერდეს ეს იმუნიტეტი. ასე რომ ვაქცინირებულ ადამიანში რაღაც დაავადება, შესაბამისი დაავადება არ უნდა მოხდეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ასეთი დაავადებები მსუბუქი ფორმით მაინც ხდება. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მინდა კითხოთ. ჩვენთან არც თუ ისე დიდი ხნის წინ ესე იყო სკრინინგ პროგრამა, ანუ უფასოდ ცრიდნენ თინეიჯერ გოგონებზე იყო ბუნებრივია საუბარი, მაგრამ ძალიან დიდი მithქმა-მოთქმა მოყვებოდა ამას. თითქოს ეს იყო რაღაც ერთგვარი ექსპერიმენტი და ძალიან ბევრი მშობელი შეუშინდა ამას. თუმცა მე ვიცი, რომ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება, რამდენჯერმე იცრება ადამიანი ამ კუთხით და თქვენი მიდგომა როგორია? დაგეთანხმებით, ძვირად ღირებული სიამოვნება არის. შტატებში ერთი ვაქცინის ფასი არის დაახლოებით $120. საჭირო არის 3 ვაქცინა, რომ სრულყოფილად მოხდეს ვაქცინირება. ასეთი მithქმა-მოთქმა იყო აგრეთვე შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად ამერიკის პედიატრის აკადემიას უნდოდა, რომ ეს ვაქცინა ყოფილიყო აუცილებელი სავალდებულო ყველასთვის, მაგრამ ამ პროცესში ჩაერთვნენ მშობლები, ორგანიზაციები და ისე როგორც საქართველოში ამ ეტაპამდე არ მივიდა. ანუ სავალდებულო არც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რა ასაკში იცრებიან გოგონები? შეიძლება რომ თქვათ ქალიშვილ გოგონებსაც ჩაუტაროთ გაქვსი ვაქცინაცია და უკვე ასაკში ჩაიტაროს ქალმა, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოს. 9 წლიდან 26 წლამდე შეიძლება გოგონებს. ზედაზღვარი არის 26 წელი. ვაქცინირება. მაგრამ ამას დავამატებდი კიდევ იმას, რომ ვაჟებშიც არის ეხლა რეკომენდირებული, იმიტომ რომ ვაჟები არიან ასე თქვა ძირითადი რეზერვუარი პაპილომავირუსის და ხდება ამ დაავადების გადაცემა. ასე რომ 9 წლიდან 26 წლამდე ყველასთვის არის რეკომენდირებული. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს იქნება, რა თქმა უნდა, არა უკვე ნებაყოფლობითი სავალდებულო იმისთვის, რომ მოხდეს განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია. გრიპის ვაქცინაციაზე შეგეკითხებით, ჩვენთან ასეა მიღებული, რომ ის ვინც რისკ ჯგუფში არის, მხოლოდ ის ადამიანები იცრებიან, ანუ ბავშვები, 5 წლამდე ბავშვები და ხშირად მოავადე ბავშვები და 65 წელს გადაშორებული ადამიანები. თქვენი მიდგომა ამ ხრივ როგორია? უნდა იყოს თუ არა სავალდებულო და ყველამ უნდა აიცრას თუ არა, თქვათ ეს და რომელ თვეში, რამდენი ხნით ადრე, სანამ რაღაც საშიში პერიოდი იწყება ზამთარს გულისხმობ ბუნებრივია.
თავდაპირველად, როდესაც გრიპის ვაქცინა უკვე შევიდა ნებაყოფლობითი ვაქცინების ნუსხაში და ბავშვებისთვის გახდა რეკომენდირებული, თავიდან ჩვენთანაც ასე იყო, ეს იყო 6 თვიდან 2 წლამდე ჯგუფი, რისკ ჯგუფი, შემდეგ ეს რისკ ჯგუფი ბავშვებზე ვლაპარაკობ და მე 65 წლის შემდეგაც, შემდეგ ეს რისკ ჯგუფი გაიზარდა 6 თვიდან 5 წლამდე, მაგრამ ახლა უკვე ეს ყველასთვის არის რეკომენდირებული. სავალდებულო არ არის, სავალდებულო არის მარტო მედმუშაკებისთვის, ვისაც კონტაქტი აქვს ავადმყოფებთან. ანუ თუ არ აიცერი, მე თუ არ ავიცერი, არ მექნება იმის საშუალება, რომ პაციენტებთან მქონდეს ურთიერთობა. დანარჩენებისთვის არის ნებაყოფლობითი, რა თქმა უნდა, არის აუცილებელი ვაქცინა. იმიტომ რომ გრიპი არის განსაკუთრებით საშიში ადრეული ასაკის ბავშვებში, ძალიან ბევრ გართულებას იწვევს, მაღალი არის სიკვდილიანობა და არის საკმაოდ ეფექტური ვაქცინა. რაც შეეხება როდის უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა. რამდენი ხნით ადრე, თქვათ რომელ თვეში, თქვათ ქართულ რეალობაში ჩვენს პირობებში. ზოგადად სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ამაზე ზრუნვა უკვე გაზაფხულზე. რომ მოხდეს ამ ვაქცინების შესყიდვა. იმიტომ რომ როდესაც უკვე დაიწყება გრიპის სეზონი, შემდეგ ჩდება ხოლმე ამ ვაქცინების ნაკლებობა და მე უკვე ძალიან ძნელი არის ვაქცინების შესყიდვა. რაც შეეხება სახელმწიფო, რაც შეეხება მშობლებს და პაციენტებს, სადღაც ჩვენ ჩემ კლინიკაში ვიწყებთ აგვისტოს თვიდან ვაქცინირებას. ისევ იმ შემთხვევაში ძალიან გვიან ხდება დაახლოებით ოქტომბრის თვეში იწყებს ვინც აპირებს ვაქცინაციას, ან საკუთარი თავისთვის ან ოჯახის წევრებისთვის იწყებს დაახლოებით ოქტომბრის თვეში ამაზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში უკვე დაგვიანებულია? დაგვიანებული არ არის, მაგრამ ჩვენ ამაზე ადრე ვიწყებთ ზრუნვას, იმიტომ რომ მე ამას არ მოყვეს რაღაც რომ დაიწყება პანდემია ან ეპიდემია, ამას მოყვება ხოლმე პანიკა, ყველას უნდა ვაქცინა. და მე აღარ არის ხოლმე. თუ მარაგი არის დიდი რაოდენობით მარაგი ამის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელი არის, რამდენად მძიმე იქნება გრიპის სეზონი. ამიტომ ჯობია რომ იყოს რაღაცა გეგმიურად ამ ვაქცინის მიწოდება და ამან არ გამოიწვიოს რაღაცა რიგები და ასე შემდეგ ვაქცინაციის ადგილებში. ამიტომ კარგი არის, როდესაც ეს აგვისტოდან თავიდანვე დაარიქს დაიჭერენ. ორსულებზეც ჩაგეკითხებით, რისკ ჯგუფში რამდენად შედიან ისინი და უკვე რეალურად ორსულებმა რამდენად შესაძლებელია რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. აბსოლუტურად შესაძლებელი არის ამ ვაქცინის მიცემა. ჩვენ ორსულებს ახლა მე პირადად არა, რადგანაც პედიატრი ვარ, მაგრამ მიან გინეკოლოგები რეკომენდაციას უწევენ ამ ვაქცინას. ინაქტივირებულ ვაქცინას და არა ცოცხალ ვაქცინას, არსებობს ორი ტიპის გრიპის ვაქცინა, მეორე ცოცხალი ვაქცინა არ არის რეკომენდირებული ჯერჯერობით ორსულებში, თუმცა არსებობს რაღაცა კვლევები, სადაც ნაჩვენებია, რომ საკმაოდ უსაფრთხო არის. თუ დაგვაგვიანდა კონკრეტული აცრა, როგორ ვიქცევით? გააჩნია აცრას, უმეტეს შემთხვევაში. ან თქვა ჩვეულებრივ გამოეპარა, ეს არის რაღაც კონკრეტულ თარიღზე, ხო და კონკრეტულ ასაკში იცრება ბავშვი. თუ თქვა გამორჩა მშობელს, ან თქვა არ დაუკავშირდნენ პოლიკლინიკიდან და თქვა გავიდა რაღაც გარკვეული პერიოდი 6 თვე, 1 წელიწადი. აი ამ შემთხვევაში რა არის? ბევრი არის, როდესაც ხშირად ხდება, როდესაც მშობელი არის წინააღმდეგი და მე რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი დიდ როლს ჩვენ ვთამაშობთ მიდის მშობლების განათლება, ინფორმირება ვაქცინების შესახებ. ამიტომ, როდესაც მშობელი ამას გადაწყვეტავს, მაშინვე დაახლოებით ისევე ხდება ვაქცინირება, როგორც ადრეული ასაკის ბავშვებში. არის ზოგიერთი ვაქცინა, რომელიც მარტო კეთდება ჩვიდ ბავშვებში, მაგალითად როტავირუსის ვაქცინა, ან ადრეული ასაკის ბავშვებში კეთდება ჰემოფილუსის და პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა. ისეთი ვაქცინები, როგორიც არის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა, წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა, მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა და ასე შემდეგ, ნებისმიერ ასაკის ბავშვი უნდა გაკეთდეს. ერთი ეს კითხვა მაქვს, ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ხდება აუტისტი ბავშვები და ხშირ შემთხვევაში მშობლები აბრალებენ ამ ყველაფერს აცრებს. მაინტერესებს თქვენი მიდგომა როგორი არის ამ კუთხით? ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემა არის. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ იყო რაღაც ინფორმაცია 95 წლის შემდეგ, რომ არსებობს თითქოს რაღაც
კავშირი აუტიზმსა და ვაქცინაციებს შორის. შემდეგ მოხდა კიდევ ბევრი ასე ვთქვათ, კვლევის ჩატარება, რომელმაც აჩვენა, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც რჩება ინტერნეტში, მაინც დღევანდელ დღეს, როდესაც ბევრი მშობელი თავის რაღაც ინფორმაციას ღებულობს ინტერნეტიდან და არა დაუშვათ პედიატრისგან, სამწუხაროდ ეს დიდი პრობლემა არის. შარშან ჩატარდა ძალიან დიდი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აუტიზმის რისკი არის ისეთივე როგორც აცილ ბავშვებში, ისე აუცილებლად. თუმცა მიზეზები მაინც არ არის რეალურად დადგენილი. ერთადერთი ვიცი, რომ მხოლოდ ბიჭებში არის აუტიზმი უფრო მეტი რაოდენობით ხდება, ვიდრე გოგონებში. აუტიზმის რისკი ბიჭებში უფრო მაღალი არის ვიდრე გოგონებში, თუმცა გოგონებშიც ხშირად ხდება. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება, დაახლოებით 15-დან 20%-მდე არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის გენეტიკური და მის საფუძველი უკვე არსებობს და კვლევები. დანარჩენს, რაც შეეხება 80%-ს ჯერჯერობით არ ვიცით. არ არის დადგენილი. უფრო დიდი დაუშვათ შესაძლებლობა იმისა, რომ ეს არის საკვებიდან მიღებული რაღაც ნივთიერებები. არის ამ შანსები? რა თქმა უნდა. როგორ უნდა მოვამზადოთ ისევ აცრებს რო დაუბრუნდეთ ბავშვი აცრისთვის და დედარისთვის უნდა იყოს მზად? ბავშვის მომზადება რაღაც განსაკუთრებული არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა ეს არის მტკივნეული პროცედურა, გარდა იმისა, რომ ბავშვს დაუშვათ თუ შეატყვეთ, რომ აწუხებს ვაქცინაციის შემდეგ ტკივა, ვაქცინაციის ადგილი, მაშინ შეიძლება ანუ გართულებებიც შეიძლება მოყვეს, ხო, თავად ცხადია? ძალიან იშვიათად. დაახლოებით სერიოზული გართულება. რისკის ჯგუფში არიან ადამიანები, ვისაც შეგვიძლია თქვა წინასწარ ვივარაუდოთ, თუ ასე ნაკლები შანსია. მე მსმენია მაგალითად საქართველოში, როდესაც ზოგიერთი ექიმი აგზავნის ნევროპათოლოგთან, რომ ამ სპეციალისტმა განსაზღვროს არის თუ არა ამის რისკი. ამის წინასწარმეტყველება არ შეიძლება და რისკი არის დაახლოებით 1 მილიონში. ანუ იმისთვის, რომ რაღაცა განსაზღვროთ, რაღაც რისკი თუ იქნება, უნდა გავაგზავნოთ მილიონი ბავშვი, რომ ერთზე და ამ შემთხვევაშიც ეს არ მოხდება, ამის წინასწარმეტყველება არ ხდება. ამიტომ ეს რისკი არის იმდენად მცირე, რომ და რა გართულებები არის მაშინ ეს რა გართულებებზეა? ეს გართულება შეიძლება იყოს ყველაზე ხშირი გართულება, ну ხშირი ისევ შედარებით 1 მილიონში შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქცია. როდესაც ბავშვს დაუშვათ დაჭირდეს ეპინეფრინის ანუ ადრენალინის მიცემა და ასე შემდეგ, ანტიჰისტამინების მიცემა. ანუ მარტივად განკურნებადი, რომელსაც არანაირ შემთხვევაში ფატალურ შედეგამდე არ მივყავართ. კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომ დროულად აცრას საკუთარი შვილები, წარმატებები მინდა თქვენ გისურვოთ ბატონო გოგა. გოგა კაცძაძე იყო პედიატრი, ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო. დიდი მადლობა. მადლობთ. ესე იგი, შეცნობები არა მხოლოდ ჟურნალისტებს მოსდით პირდაპირ ეთერში და არა მარტო პირდაპირ ეთერში, არამედ პოლიტიკოსებსაც. შემიძლია კიდევ რამდენიმე შეცდომის შესახებ გითხრათ, ეს არასწორად ნათქვამი ფრაზის, შემთხვევით ნათქვამი ბუნებრივია. არ დავასახელებ ვინ რა თქვა უბრალოდ. ბუკვალურად მინდა აღნიშნო, სოლიდარული რაოდენობა, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი თანაპარტიელია, თანამოაზრე თუ თანამეგობარი, თუ დააშავა მაინც დავიჭერთ. ეს არაფერ შუაში არ არის ქართულ გრამატიკასთან, მაგრამ მიმალინკაია სტრანა ნინა და ნამატკუსუაცო პრეზიდენტმა თქვა გახსოვს შალვა. ადგილზე მოკვლევას ატარებენ ჩვენი ექსპერტები, კერძოდ ძაღლები. ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული. მე წასვლამდე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან საკმაოდ გრძლად. ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებოდით 200 წელი. ეს ბატონმა შალვა ნათელაშვილმა თქვა. მე მეც აღარ გავგრძელდები, როგორც გიორგი ბარამიძე იტყოდა და როგორ არცი ტელეწამყვანები ხანდახან ცხოვრებაში ხვდებით ისეთ სიტუაციაში ბატონო გზაში დაგვეთახმებ, როცა აი მიუხედავად პროფესიონალიზმისგან წლები როზი ხარ ეთერში, აი რაღაცა დაგარტყავს თავში და სერიოზული პრობლემა გაგიშლება. მე მახსოვს ერთხელ და რაღაც ისეთ სიტყვა საკუთარი თავისგან საერთოდ არ ელოდი. კი ბატონო, მე მაგალითად მახსოვს ესეთი მოხდა, რომ მოვიყვანეს სტუმარი და არ მახსოვს სახელი და გვარი საერთოდ. აი არ მე სად იყო გვანცა ამ დროს? ხო, მაგრამ ამასაც ვერ ვეუბნები, რომ აი გვანცაც ჩვენს არ ვიცი სად იყო. შეიძლება სხვა სტუმარს ელოდებოდა.
და აი შორის დებულები დრიზვაი ვაგლახი წვალებით ნახევარი საათი ვილაპარაკე კაცთა სახელი არ ვკითხე ხო ნუ ხდება ესეთი რაღაცეები ცხოვრებაში ნუღარ გავგრძელდებით როგორც ვინ იყო და გიორგი ბარამიძე იყო და ეს ის ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც 15 წუთის განმავლობაში რაც გინდა ის შეგიძლია თქვა. არავინ არ გაგაკონტროლებს, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. სიუჟეტი ვნახოთ მანამდე ნინი თაქთაქში შუმა რომელიც მომზადდა, შემდეგ უკვე ბატონი ნუგზარუხაძე შემოგვერთა და მასთან ერთად ვისაუბრებთ. ზაბზა, ზაძნა, ტბაყბა, ხმა, თმახმა, ხო? გავიგეთ 3 4 გზაბზა ზაძნა ტბაყბა სწორად მეტყველება ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც დღეს არამხოლოდ ორატორებს მოეთხოვებათ. ირინკა ჟურნალისტია, რომელიც გამართულ მეტყველებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ფიქრობს, რომ მისი პროფესია ამ მხრივ დიდ სიმკაცრეს მოითხოვს. ამიტომ სისტემატურად ცდილობს პედაგოგის დახმარებით საუბრის მანერა დახვეწოს. რამდენიმე თვე არის უკვე რაც მეტყველების გაკვეთილებს გავდივართ. ჩემი აზრით ყველა ჟურნალისტმა და საერთოდ ყველა ადამიანმა მეტყველება უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ადამიანის პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მეტყველებიდან გამომდინარე გიჩნდება და გექნება. კონკრეტულად მე რო თქვა ხა ისე თითო გერაზე არ მქონია რაიმე პრობლემა, მაგრამ თქვა აი ტექსტის კითხვაში უფრო ჩქარა ვკითხულობდი მეტყველებაში, აი ძალიან სწრაფად მეტყველებდი. ეხლა უფრო სტაბილურად ვკითხულობ, პაუზებს ვაკეთებ, შედარებით და ვცდილობ რომ გამოვასწორო კიდევ უფრო და დაყენებული და ნორმალური ხმით ვისაუბრო. სასურველია მეტყველების კულტურის შესწავლა ადრეული ასაკიდან დავიწყოთ, რადგან არასწორად ათვისებული ბგერების, מחვილების ინტონაციის, ლექსიკისა და ფრაზეოლოგიისგან გათავისუფლება ძალიან გაგვიჭირდება. წლების მანძილზე იქმნებოდა კონკრეტული სავარჯიშოები და ენის გასატეხები, რომლებიც სწორი ინტონაციით შერჩევაში და გამართულ საუბარში დაგვეხმარება. იყო ვთქვათ პრობლემა რბილი ლასის. ეხლა არა მხოლოდ რბილი ლასია. იქ არის რბგერის პრობლემა, იქ არის ყბულბაგის მიერ რბგერის პრობლემა. ფოტოშოპს აი უცხოენის შესწავლამაც მოიტანა ეს ამბავი, იმიტომ რომ უცხო ენასაც თავის წარმოთქმა აქვს, არა პრონონს რომ ეძახიან. ამიტომ იქ რაღაც სუბგერა რბილდება, ზუბგერა რბილდება. როდესაც ღელავს ადამიანი, იქ სუნთქვის პრობლემა ჩნდება. სუნთქვის პრობლემა ხმასაც უშლის ხელს, ბგერების წარმოთქმასაც უშლის ხელს. მეტყველების კულტურა ამ ყველაფერს მოიცავს. მეტყველებასთან დაკავშირებული რთული პრობლემების მოგვარება მხოლოდ ხშირი ვარჯიშითა და საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობით არის შესაძლებელი. თუ მეტყველების პედაგოგის მეშვეობით სასურველი შედეგის მიღწევა გართულდა, ამ შემთხვევაში ლოგოპედის დახმარება აუცილებელია. ბრუნდებით სტუდიაში, ბატონი ნუგზარუხაძე უკვე შემოგვიერთდა და პირველ რიგში ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. რამდენად ყურებადია ჩვენი გადაცემა თქვენი აზრით და რამდენად მოგწონთ საერთოდ აი ეს ფორმა, რომელიც ბოლო დროს ძალიან მიიღო ყველამ და აიტაცა. ყურებადი, კითხვადი, წიგნი. რაღაც ეს სიტყვები არ მიყვარს, ყურებადი, კითხვადი, ჭამადი, ფიქრადი, წველადი და ასე შემდეგ. ეს რაღაც რატომ მოხდა? საიდან მოვიდა ეს სიტყვები და რატომ მივიღეთ ესე? რატომ დამკვიდრდა? გრამატიკულად სწორი არ არის. რა ვიცი, დამკვიდრდა, ალბათ ენა გუობს ამას და ბოლოს რა თქმა უნდა დამკვიდრდება ისე რომ აღარ იქნება საჩუთი რომ, მაგრამ მე რაღაც ვერ ვეგუობი, მანდ ამას კაი ამას თავი დავანებო. რატომ მოწონთ თქვენი გადაცემა თუ მოწონთ? არა, ეს ისე გკითხეთ. აბა? ყურებადის გამო გკითხეთ. თუმცა ისაც მაინტერესებს თქვენი. მაინტერესებს, კარგი გადაცემა მშვენიერად, სიამოვნებით უყურებ, როცა დრო მაქვს ყოველთვის უყურებ. განსაკუთრებით მახალისებს ხოლმე შალვას გამოსვლა ეთერში ყოველთვის. შალვა კომპლიმენტი მე. თუმცა აი ამ ყურებადობიდან შეიძლება ბოლოს მივიდეთ რომ ჰაერის სუნთქვადია? ხო, ალბათ ასე იქნება. მე მართალია ლინგვისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ანგლისტი. და ქართული გრამატიკა რა თქმა უნდა მესმის ის რაც მასწავლეს სკოლის და ინსტიტუტის დონეზე, მაგრამ მე ცხადია ვერ დავდებ თავს მისი ნორმების შექმნაზე, მისი ნორმების დაცვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ თქვენი აზრი გვაინტერესებს. და გამომდინარე რაც ამაქვს, მე რაც შემიძლია მედგრად და მკერდით ვიცავ, ასე ვთქვათ, მის სიწმინდეს და იმას რომ ქართული ენა ჟერდეს სწორად. ბატონო? როიცავთ გიტევენ ხო ვიღაცები? ერთი წუთი მინდა ეს მინდა გამოვიღო ყურდენ, ესე არ მესმის კარგად. გიტევენ ხო, გიტევენ, ანუ როიცავთ, ანუ შემოტევები ხორციელდება რა. რა თქმა უნდა, გიწევს თავის დაცვა და გარდა ამისა, საქმე რაშია ეს შალვა? მე გარდა იმისა, რომ ვარ ჟურნალისტი, პროფესიით ვარ მასწავლებელი. მე ვარ უნივერსიტეტში მიმყავს კურსი, სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური თარგმანის ხელოვნების, ანუ ადამიანებთან, სტუდენტებთან მაქვს საქმე და წარმოგიდგენი ახლა მე რო არ დავიცვა ეს ნორმა,
როგორ შემიძლია ვასწავლო სტუდენტს? ანუ მე იქ მხოლოდ ინგლისურით კი არ ვარ შეარაღებული, არამედ ქართული ენის სიმძლავრეები და მის სიწმინდით. რომ ორივე ენას ვიყენებ, თუ მეორეს, მესამეს და მეოთხე ენებს არა, როცა ეს საჭიროა. კი, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, ბატონო ნუგზარი კარგად გაიგებს, იმიტომ რომ აქვს იმ კულტურასთან შეხება, რომელსაც ამერიკული მასმედია და ამერიკული მასკულტურა ჰქვია და არა მარტო ამერიკული, მაგრამ ამერიკული შეხება. ერთია განუხრელად დაიცვა სალაპარაკო ენის გრამატიკული და კანონიკური ნორმები, მაგრამ მეორეა გააკეთო შოუ და შენი თვითმყოფადობა დაანერგო. ანუ მე მაგალითად მირჩევნია, რომ შენ გააკეთო ისე, მე გავაკეთო, ისე გამოთქვა, ისე ვილაპარაკო, თუნდაც პრობლემებით, თუნდაც გარკვეული ბარბარიზმების ან რაღაც ტერმინოლოგიური რაღაც პრობლემატური რაღაცები, მაგრამ ადამიანს სათქმელი გავაგებინო და მოვიზიდო და დაევასოს ეს. ვიდრე ვილაპარაკო, ესე თქვათ, გამართულად თავანკარა ქართულით, მაგრამ არ იყოს საინტერესო. მივხვდით, ანუ იქ ტელევიზიაში მე მინახავს, ვიცი, გამიგია ესეთი ტიპები, რომლებიც მუშაობენ და თავიანთი ენაც აქვს, სლენგიც აქვს და პრობლემა არ არის მათთვის ამის. არიან თუ არა მართლაც ადამიანები და ჟურნალისტები, ვისაც ეს საკუთარი ინდივიდუალობა ეპატიება თავიდან ბოლომდე და თუნდაც აი ეს ტერმინოლოგია, რომელიც თუნდაც გრამატიკული შეიძლება არ ძალიან სერიოზული შეკითხვა უნდა გითხრათ და მე ვეცდები გიპასუხოთ ამაზე. ცხადია, რასაც შენებობ მისაღებია, მაგრამ რა სიტყვოდი ოქროს შვალედზე, რომ ვიმეტყველოდ ისე როგორც საჭიროა, როგორც სწორია, როგორც ენის ნორმები შეესაბამება და მოედო ჩვენი აზრიც გავატაროთ ისე რომ მეორე მხარისთვის ეს გასაგები იყოს. ეს იქნებოდა ოპტიმალური. მაგრამ საქმე რა შეიძლება, ერთ შეკითხვას დაგისვამ. აი და თუ მოდი ერთად უპასუხოთ ამ შეკითხვას. დაკვირვებული თუ ხართ ქართულ რადიო და სატელევიზიო ეთერში, რა თქმა უნდა, წერილობრივ ჟურნალისტიკაში ნაკლებად, მაგრამ ძალიან ბევრი სტატიის რედაქტორება შეიძლებოდა, რომელსაც ვკითხულობთ. სატელევიზიო და რადიო ეთერში ძალიან ხშირად გვესმის შეცდომები, როგორც კორესპონდენტის, ისე რესპონდენტის მხრივ. და ეს შეცდომები ადამიანებს ჩვენნაირ რადგანაც ეპატიება. იცი ეს შეცდომები არ ისჯება არანაირად, არც მორალურად, არც მატერიალურად. ანუ შენ შეგიძლია ქართულ ენაში დაუშვა შეცდომა, სწორად რაღაც არ თქვა. და მან ისე ჩაიაროს მარტივად, თვითონ არაფერი არ მომხდარა. აბა მოსინჯე შენ და ინგლისურ ენაში დაუშვი შეცდომა, ან მოსინჯე და რუსულ ენაში დაუშვი შეცდომა ეთერში. არ გეპატიება მას ყველა შეამჩნევს. და შეიძლება დაისაჯოს, იმიტომ შენ შეიძლება სამსახური დაკარგო. არა, მგონი შემჩნეველი არც ჩვენთან რჩება, თუმცა ამის გამო სამსახურს არ არა. შეიძლება ყურს მოხდეს და ხშირად ის ყურს აღარ ხვდება ხოლმე. რატო იცი ჩვენ ვეჩვევით შეცდომას და ეს შეცდომა სწორი გონია ბოლოს. და შემდეგ ძალიან ხშირად ხდება ის. აი მაგალითად როგორ მოგწონს ტერმინი კანონიერი ქურდი. ეგი თუ ქურდია, უკვე კანონიერი ვერ იქნება, ხო? კანონიერი ქურდობა გაგიგონია? მაშინ რატო დავამკვიდრეთ ტერმინი კანონიერი ქურდი? თვითონ ქურდულ სამყაროშიც კანონიერი ქურდი არ იხმარება, ქურდი. ქურდი? მორჩა, ქურდი, მორჩა. კანონიერი ქურდი არის კალკია რუსულიდან. ვორ ზაკონი. არა. მაგრამ მაშინ უნდა თქვა დაკანონებული ქურდი, კანონში ქურდი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ ბრმად გადმოვიღებთ ხოლმე კალკებს. ერთი ქართული ენა გამოტანილია რუსული კალკები ჯერ კიდევ, რომელსაც ხალხი ხმარობს. მაგრამ უკვე დაიწყო შემოტევა ინგლისურენოვანმა კალკებმა. იგივე სიტყვა ითვლება. რომელსაც ვამკვიდრებთ, მაგრამ ისი ამის არ უნდა გვეშინოდეს. თუ ქართული ენისთვის საჩოთი რო არ არის რამე ტერმინი, აი მაგალითად მე ძალიან მეჩოდერება ფუნქციონირებს სიტყვა. მოქმედებს მაგალითად. მოქმედებს, მუშაობს. აი ფუნქციონირებს შეუყვარდა ერს. და ყველგან გესმის სიტყვა. აი რა საჭიროა ისეთი საჩოთი რო და ხო, აჟღერა. კი, ესეთი მოუქნელი სიტყვის ხმარება რა საჭიროა, როგორც არის ფუნქციონირებს, როდესაც შეგვიძლია თქვა მუშაობს, მოქმედებს, არის და ასე შემდეგ. და როცა არის ქართულში სიტყვა მივიჩნევ, რატომ უნდა ვიხმაროთ ვთვლი? ანუ მაგალითად მაწყობს აი რუსულიდან კალკი უსტრაივაეთ, ხო? მაწყობს. უნდა თქვა ხელს მაძლევს. მაგრამ რა შეესაქმე ისი ჩვენ მე ხო წიგნი მიდევს თაროზე ძალიან სქელი, რომელშიც მოცემულია როგორ უნდა თქვა და რომელია შეცდომა. ვიღაც გონიერმა კეთილმა ქართველმა ადამიანმა გამოუშვა ეს წიგნი, დაგვიდო თაროები და ჩვენ ამის შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ. ანუ ჩვენ ამ მაგალითებს რომ მივყვეთ ეს გადაცემა არ გვეყოფა. ამას თავი დავანებოთ. თავარია ესე იგი აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ ქართველმა სწორად ილაპარაკოს ქართულად. ან
უცხოელმა სწორად ილაპარაკოს ქართულად. მიეტევება თუ არა, თუ მიეტევება, რატომ მიეტევება? ჩვენ ამაში უნდა გავერკვათ, იცი? მაგრამ ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ რეალურად არაფერი არ ხდება. იმისათვის რომ ენა, რა იცი ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, იცი არც ბარბარიზმებს, რომელიც ნეოლოგიზმებად გადაიქცევა ჩვენ ერთ დღეს ენაში დამტვირთული რა პარკინგი ერთ დროს იყო, ესე იგი ბარბარიზმი. და ახლა ავტოსადგომი. და უკვე ხო, ავტოსადგომი, მაგრამ პარკინგის მიღებულია. კი. ესე იგი აი, მევასება რო თქვა ეთერში შეიძლება? აი, გასაგებია. შედის უკვე შეიძლება. მევასება შეგიძლია თქვა და ის წიგნებში ასე ვთქვათ, კითხულობთ სიტყვას მევასება, მევასება კითხულობთ ამას, მაგრამ თუ დააკვირდი ორგანულად სიტყვა მევასება ქართულ ლიტერატურულ ენაში არ შევიდა, დარჩა დაჟარგონის დონეზე. კი ბატონო. და შენ შეგიძლია მევასება, შაყირობ, გასა რა ქვია, დამაბოლა, რა ქვია და მე ასეთი სიტყვები რა შეგიძლია იხმარო, მაშინ როცა შენ გინდა ტიპი აღწერო, რომელი ლიტერატურული გმის აღწერისას ჟარგონის ხმარ რა თქმა უნდა მიღებულია. მაგრამ ლიტერატურულ ენაში ჟარგონი ძალიან ხშირად არ მკვიდრდება. და ის რჩება ჟარგონის დონეზე, ანუ ვერ გადმოდის ლიტერატურულ ქართულში, ასე ვთქვათ. დავანებოთ თავი, რა გვინდა ძალით გადმოთრება რაღაც სიტყვის ესე იგი ლიტერატურულ ენაში. თუმცა მაინც ძალიან მოქნილი ენაა და ბევრი რამ მიიღო. რა თქმა უნდა, ახლა იცი რა, რომელიმე ენაზე რომ თქვა რომ მოქნილი არ არის, არ იქნება სწორი. ანუ თუ გინდა შეადარო, მოდი მე უფრო ასე ვთქვათ, მომიხდება, ასე ვთქვათ, ჩემი ხელობის გამო ინგლისურ ენისთვის შედარება ქართული ენის. აი ვიღაცა რომ დაგისვას შეკითხვა რომელი ენა უფრო მდიდარია? ხო, ეს ძალიან რთული კითხვა. მე ამ შეკითხვაზე პასუხის გასამისაგან თავ შევიკავდი, ჯერ იმიტომ რომ ქართველი ვარ და მეორე იმიტომ რომ ანგლისტი ვარ და ინგლისურენას პატივს ვცემ. მან ძალიან ადეკვატური პასუხი შეიძლება გაიცეს. ინგლისური ენა, ანგლოსაქსური ერი და ინგლისური ენა არის ისეთი ქვეყნების სალაპარაკო ენა, სადაც ყველაზე მძლავრად განვითარდა ტექნოლოგიები, ერთი, მეორე და შესაბამისად ეს ტერმინები, ეს ტერმინოლოგია ამენიდან წარმოიშვა და ეგ არის ყველაზე მდიდარი. მოდი შალოთ ვირფასო, არ ვაწყენოთ არავის, არც ქართველ და არც ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეს და ვთქვათ, ინგლისური ენა უფრო კარგად ნაყოფიერდება და მდიდრდება, ვიდრე უფრო დიდ შედეგს იძლევა საბოლოო ჯამში. აი მაგალითად დღეს თაროზე მიდევს ავტორია გვარად ნიუტონი, დიდი ლექსიკონი, რომელიც ვიყიდე 11 წლის წინ. და სკელი ვებერთალე ლექსიკონია. ის ლექსიკონი დღეს უკვე არის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი. რა არის მხოლოდ საინტერნეტო და მხოლოდ კომპიუტერული ესე იგი ტერმინოლოგია, მეტი არაფერი. ანუ უახლესი ტექნიკის და მეცნიერების განვითარების შედეგად შემოსული სიტყვები. ამ ვებერთალა. ჩაიხედა ყველაფერი ნათელი შენთვის. ახლა ჩვენ რა გქეს, იცი, ჩვენ იძულებული ვართ რომ ეს ყველაფერი გადმოვიღოთ, მაგალითად ონლაინ გადმოვიღეთ. ის კი არა უკვე ჟარგონში დამკვიდრა ამუაპრინტერე. ნუ ამუაპრინტერე უკვე სასაცილოა. გადმომიგდე ინბოქსში. ეგ არის პატარა კაიანობრივი კრიმინალი, რომელიც შეგიძლია აბსოლუტურად რატო ამუაპრინტერე შეგიძლია თქვა დაბეჭდე. ამობეჭდე. გადაბეჭდე, გადმობეჭდე. ჩვენი არის სიტყვა გაქვს. გააზიარე. და ასე შემდეგ ის რამდენი პრობლემა ხო გააზიარეს და მაინც დააშიარეს ძალიან ბევრ სიტყვას ვქნორობთ უკვე ასეც, მაგრამ მაშინ როდესაც გამოსავალი არ აქვს, აი მაგალითად მესიჯი გახდა სიტყვა, მესიჯი გახდა პრობლემა. არ მოუხდა არც ეს სიტყვა თარგმანში. არ მოუხდა არც გზავნილი, არ მოუხდა მე მაგალითად მომეწონა თქვა ამბავი გაუმიგზავნა, ანუ მესიჯი გაუმიგზავნა. იგი მაგრამ რადგანაც მესიჯში არის ისეთი დატვირთვა რომლის აღზაწერად ქართულ ენაზე რესურსი არ მოინახა ზუსტი, ამიტომ მე მაგალითად არ შევშინდებოდი და სიტყვას message დავტოვებდი ქართულ ენაში და გავყვებოდი ამას, იყოს ბარბარიზმი დღეს, ხვალ მოგვევლინება ნეოლოგიზმად და მე დარჩება ენაში როგორც პარკინგის მოვიყვანე მაგალითი და ჩვენი ძალიან კარგად მოსახმარი სიტყვა იქნება. რატომ? იმიტომ რომ message აქვს თავისი დატვირთვა, message იცი რას ნიშნავს? ეს არის არა მხოლოდ წერილობით, არამედ ზეპირადაც შენს მიერ გაგზავნილი ან შენს მიერ მიღებული რაღაც ამბავი, რომელიც შეიცავს რაღაც ისეთ მინიშნებას, რომელსაც შეიძლება კონდეს მნიშვნელობა შენთვის. აი დაახლოებით ასეთი გაგებაა მესიჯის. და ეხლა სანამ მონახავ ყოფილა შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, რომ არ იხმარებოდა სიტყვა, გაუყვანია, მოდი ვიხარო სიტყვა ტუნელი, ხო? ტუნელი. და არ ყოფილა, სულ მე რა გაგწერეთ, უცუდქვია, მე ასე გადმოცა, ჩემმა ქართულის მასწავლებლად მარიამ დოჭერმა აცხონა ღმერთმა, იმან მასწავლა ქართული. და იმის მერე არც დამვიწყებია. თურმე
აკაკი წერეთელს ურჩევია რომ კაცო ჩაიხედეთო ებისტრაუზანშიო და იპოვითო და მართლა ტარიელმა გვირები გათხარა კაჯეთ ციხისკენ და გვირები ამოიღეს ვეფრის და ჩავხედოთ ამ ებისტრაუზანს კაცო შეუჯახაშენებულებმა ხო და იქნება ის არის ყველაზე დიდი სასუქი ჩვენი ენის თანდილიც აშიარებდა და ტარიელიც თაგავდა ხო არის ხშირად კალკები რომლებიც დამახინჯებული ფორმით გადმოდის ქართულ ენაში მაგალითად საქმის ყურში ძალიან ბევრი ადამიანი ასე ხო საქმის ყურში ყოფნა გასაგებია მაგრამ მონახე თუ ბიჭი ხარ ამის ეკვივალენტება ქართულად თქვი საქმის ყურში არის კალკი კურსი ძელა. კურსი ძელა და ხშირად ამბობენ ამ სიტყვას როგორც საქმის ყურში. ყურში ახლა თუ მაშინ გამოდის მოხეძელა. არა, ეგ უკვე ეს უკვე ფონეტიკური შეცდომა. ეს არის ფონეტიკური აღლიში, ასე ვთქვათ რა. თუმცა ძალიან ბევრია და აი ერთი ესეთი მაგალითი ბევრ საქართველოში დადგმულ სპექტაკლს მირჩევნი. ამ შემთხვევაში ვითომ არა. ასე კი რესტორანზე მაგალითად საავადმყოფოს მაგალითად ამბობენ საავადმყოფო. მე მახსოვს მესამე კლასში საკონტროლო დავწერე და საავადმყოფოს ნაცვლად დავწერე საავადმყოფო და მასწავლებელმა გამისწორა ზუსტად დიდი რუდუნები და ზედმიწევნით გაასწორა თითოეული 100 და იმის მერე დავიწყე უნდა საავადმყოფო უნდა თქვა და რა საავადმყოფო იგნი და წინგი ხო ბევრია და ბოდიში მადლობის გადახდა ეს პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება და გამარჯვების შემთხვევაში რა ხდება იქნებ მითხრათ ეს გამარჯობა დღეს ამბობს რომ ესეცო შეისწის ძალიან ბევრი მეუბნება პარტიის სემის გამოხატვის მიზნით კარგით ბატონო ნუგზა კარგით უკვე აღარ ვარ განამდვილად არც გამარჯობა კარგი მაგრამ მე ისე ხო გეუბნები ისე ვერ დავდებ თავს ჯობია ჩვენ იმის ვაბეროთ რომ ასე ვთქვათ თავი ვიკრიტიკოთ და სხვა ვანძღოთ ასე ვთქვათ შეცდომის დამშვები მოდი ვიფიქროთ იმაზე რა გამოსავალი გვაქვს აი რა უნდა გავაკეთოს ერმა ქვეყანა რაში უნდა ტელევიზიით გადიოდა ესეთ ფრაგმენტები იდებოდა თქვათ სწორია არასწორია გადასარევი ჩვენიერი ერთ-ერთი გადასარევი მაგრამ აი რაში უნდა დახარჯოს საქართველოს ბიუჯეტმა ფული იმისათვის რომ ერმა იგრძნოს ლინგვისტური კეთილი გავლენა რა უნდა გაკეთდეს უნდა დავასწროთ სწორი მაგალითად ვებსტერის ლექსიკონი ხო ვებსტერი ყველაზე ცნობილი ამერიკული ლექსიკონი ინგლისური ენისა განმარტებითი ლექსიკონი ვებსტერი გამოდის რეგულარულად ყოველ წელიწადს ბატონო გზარ დიდი ბოდიში საქართველოში ყოველ წელიწადს გამოდის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი არა ამაში მაგალითად იმისთვის იწყება ჩვენი დრო სამწუხაროდ აი წარმოიდგინე რამდენი მდიდარ ადამიანს საქართველოში ღმერთმა მოგცეს მდიდარი ადამიანები და მე იმათ არას რომ დამკლა არ გავკილა თუ რაღაც სასწაული არ ჩაიდინა საშინელება აი რამდენი ასე ვთქვათ შეძლებული ადამიანი მიდის და დღეს რამდენი ფული დაიხარჯება რესტორანში და რამდენი საჭმელი დარჩება მე იქიდან იმ დარჩენილი საჭმელი საფასური რო ავიღოთ და რო გამოვცეთ ლექსიკონი ყოველ წელიწად ვეყოფ საჭმელია ოზომინა თქვა შეკვეთა საჭმელია სწავლის კულტურაც ერთი ლექსიკონის გამოცემა მე ისეთი წიგნების გამოცემა შეცდომებულია შეცდომები და რა უნდა იყოს ეს უნდა გავავრცელოთ უფასოდ ვისაც ყიდყიდო არ შეუძლია ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ შეცდომების წიგნი და საერთოდ იცი რა ვქნა ჩალვა დავსაჯოთ ურჩი ჟურნალისტები დავსაჯოთ და ყველაფრის კარგი მაგალითი აი შეგაკ საკუთარი ტელევიზია და საკუთარი ტელევიზია წარმოიდგინე და ძნელია თუ რა შენთვის მაგის წარმოდგენა ხო გქონდა ხო ამიტომაა ადვილი შენთვის წარმოდგენა და შენ ადამიანი როდესაც შენ უხდე ჯამაგირს 2000 ლარს თვეში ხო დაახლოებით ამ მცირე ჯამაგირს ხო ხელფას ზედიზედ დაუშვა შეცდომები ენაში შენი რო ვიყო შალვა არ გამოდგება შენი რო ვიყო თბილისით ნელ-ნელა მოფერებით გაუშვებდი სკოლაში დიდი მადლობა და იმ 2000 ლარს გადავუხდით სწავლაში დიდი მადლობა ჩვენ უნდა დავამთავროთ თორე აქეთ დაგვაჯარიმებენ დავამთავრებით ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში ბუნებრივია რომ ამ თემაზე სასაუბროთ ძალიან ცოტა დრო გქონდა მე კი დავამშვიდობებ მაყურებელს და შეგახსენებთ რომ 16+ იუმნა შამათავასთან ერთად იქნება ზუსტად ჩვენი გადაცემის შემდეგ ეთერში კარგად გზანდებოდეთ ორ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის დიდი მადლობა ბავშვები ძალიან დიდი მადლობა მართლა რაღაც არ გვეყო დრო